სალამი ბატონო ბადრი სალამი მაყურებელს დღეს გვექნება საუბარი არა პოლიტიკაზე, არამედ ენათმეცნიერებაზე. ეს არის ბატონი ბადრის პირდაპირი სპეციალიზაცია, ასე ვთქვათ, მისი პროფესია და ბატონი ბადრი ახლა მოგვიყვება თავის თეორიაზე, რომელიც ჯერჯერობით თეორიის დონეზე არსებობს, როგორც ასეთი ნამუშევარი მეცნიერული ამ თემაზე არა გაქვთ, მხოლოდ თეორიის სახით გაქვთ ბატონი ბადრი, როგორც ვიცი და მოდით დავიწყოთ თემის განხილვა. თემა იქნება ქართველური ენების ჯგუფების კლასიფიკაცია თუ რა შეიძლება ამას დაერქვას. პოსტმოდერნული მდგომარეობა. პოსტმოდერნული მდგომარეობა. კარგით. დავიწყოთ მაშინ და კი ბატონო, დავიწყოთ. შეიძლება ჩემს შესახებ ვიტყვი, რომ მე ესე იგი ძირითადი განათლება მაქვს ლინგვისტური და დღემდე გამომყვა ეს სიყვარული. პირველად მუშაობდი ენის მიღებით, მაგრამ შემდგომ ფონეტიკის მიმართულებით და შემდგომ ისე მოხდა, რომ სოციოლოგიაში გადავედი, რითაც დიდად მაყოფილი ვარ და ჩემს თავს ნამდვილად ვერ ჩავთვლი მე ენათმეცნიერად, მიუხედავად იმისა, რომ ხედვები მაქვს, მაგრამ სოციოლოგად უფლებას მივიცემ ჩემ თავს, რომ ვთქვა, რომ ვარ სოციოლოგი, იმიტომ რომ გამაჩნია სოციოლოგიური, აი რასაც imaginations ეძახიან, ის და ლინგვისტური სხვათა შორის. შედეგად აი ამისთან ორმა გამოცდილებამ მომცა ის, რომ როდესაც დავინახე საჭიროდ საუბარი სოციოლოგიის პოსტმოდერნულ მდგომარეობაზე, ხომ, აი მაშინ და როდესაც განსაზღვრე რა ძირითადი მიმართულებები უნდა იყოს აი ამ პოსტმოდერნულობის სოციოლოგიაში, მაშინ ნახე, რომ სამი ასეთი მიმართულება არის თუ მონაკვეთია, ეს დროსის პოსტმოდერნული დროსის, სოციალური პოსტმოდერნული დროსის სოციოლოგია, მეორე არის სოციალური კომუნიკაცია, ურთიერთობის სოციოლოგია და მესამე არის დავარქვი მოკლედ ლინგვოსოციოლოგია, ანუ არა ის, რომ მაგალითად ენა არის ისეთი, როგორიც არის ჩვენი ყოფიერება, არამედ ენას უფრო პროაქტიული როლი ენიჭება და ფაქტურად თუ ყოველთვის იზახდნენ იმას, რომ პირველი იყო ენა და ეს ენა იყო ღმერთთან და ეს ენა იყო ღმერთი, ხომ? აი ამას რა ვიცი, მე მგონია, რომ თანამედროვე სიტუაცია ანუ ენა არის ყოფის პროდიუსერი და არა პირიქით ყოფა ენის. დღეს უფრო ასე ჩანს და ეს გამოჩნდა და ეს არის ალბათ ნაგულისხმები კიდეც იმაში, რომ პოსტმოდერნულობა წამოუწევს წინ და არა მაგალითად მოდერნულობა, ხომ? და ამაში შეიძლება საჭიროა ახლებური ხედვა იყოს, იმიტომ რომ როდესაც მე-20 საუკუნის ბოლოში საუბრობდნენ, რომ აი პოსტმოდერნული, პოსტინდუსტრიული და ასე შემდეგ საზოგადოება, პოსტსაბჭოთა საზოგადოება და ასე შემდეგ საზოგადოებები იყო ძალიან ბევრი. ყველაფერი ამის პასუხი თვითონვე ამ სიტყვის ავტორებს ჰქონდათ ის, რომ აბა პოსტმოდერნულობა კი არა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თანამედროვე დღევანდელი და მოდერნულია, მაგრამ უფრო მაღალი მოდერნულობაა. და შეიძლება ის, რაც დღეს ხდება ჩვენს გარშემო, ხომ? ესეც უფრო და უფრო მაღალ მოდერნულობად მიაჩნიათ, მაგრამ მეტამოდერნულობაც არის უკვე ასეთი ტერმინი ბოლო წლებში, მეტამოდერნიზმი, ეს პოსტმოდერნიზმის შემოვიდა მეტამოდერნიზმი. მოდერნიზმს არ ვიხმარ, იმიტომ რომ ინგლისურად modernity იხმარება, ანუ მოდერნულობა. და ეს განსხვავებს იმას, რომ მოდერნიზმი თუ არის მაგალითად სხვადასხვა დარგებში, ხომ, პოეზიაში გინდა, ლიტერატურაში გინდა, მუსიკაში, ხომ, მხატვრობაში, აი სოციალურ საკითხებში უფრო ჯობია მოდერნულობა და პოსტმოდერნულობა დაერქვას ამას. და როდესაც ესე იგი
დღევანდელობას აღიქვამენ ისე, რომ ეს არის რაღაცა მოდერნულობის ეტაპის შემდგომი, ხომ შეიძლება ესე განსაზღვრო, მაგრამ თუ ჩაუკვირდებით, ნახავთ, რომ არამედ ის, რომ ჩვენ რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენი დღევანდელი დღე არის პოსტმოდერნული. ანუ პოსტმოდერნული არის, აი რასაც ნიშნავს ჩემი აზრით, ამას ენის საშუალებით დღესვე მოგახსენებთ მოკლედ. ესე იგი, დრო და სივრცე არის პირველი, რაც დავადგინეთ და დრო და სივრცის პოსტმოდერნული მდგომარეობა ჩემის აზრით ნიშნავს იმას, რომ დრო და სივრცე არ არის მარტო მხოლოდ ჩვენი წარსული და ჩვენი აწმყო, არამედ ჩვენს დრო და სივრცეში ერთდროულად ერთ დრო და სივრცეში, ერთ ადგილას მოცემულია როგორც ჩვენი დღევანდელობა, ისე ჩვენი მომავალი, ანუ რაც უნდა მოვიდეს, ხომ? სხვანაირად ქართულად მაგას მყობადი ქვია. ასევე ჩვენი წარსულიც არის წარმოდგენილი. ეს არის დრო სივრცე და შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ეს არის დროითი სივრცე, იმიტომ რომ თუ ადრე ავარი ჩვენს ცხოვრებაში უფრო იყო სივრცე, სადაც მოქმედებთ და დრო ესე იგი უფრო წარსული და აწმყო, რადგანაც ეს წარსული ჩვენში იყო წარმოდგენილი და დღევანდელობისთვის ცხოვრობდით. ეს დღევანდელობისთვის ცხოვრება გამოყვა ჩვენ მე-20 საუკუნის ბოლოდან, რომ რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო გუშინ, რა იყო იქნება ხვალ, არამედ აი დღეისთვის უნდა ვიცხოვროთ ესე გამოყვა, მაგრამ არ არის ესე. პოსტმოდერნულობის მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ სწორედ ჩვენს ერთი და იგივე დროს სივრცეში, ანუ დროით სივრცეში, არა სივრცურ დროში, ანუ დროში, რომელიც სივრცეს ახასიათებს, არამედ სივრცეში, რომელიც დროთი ხასიათდება და არა პირიქით. ამიტომ დროითი სივრცეა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. და ეს რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ნიშნავს იმას, რომ დრო ისვლება ჩვენს თვალწინ. ხომ? და არა ჩვენ ვისვლებით ერთი დრო და სივრცეში. არა. ჩვენ ერთი ვართ, ჩვენ გვაქვს ერთი დრო და აი ამ ერთ დროში რამდენიმე დრო სივრცემ გაიარა. ეს არის მოკლედ ესე იგი დრო სივრცული მიდგომა ამ საკითხისადმი, რასაც უწოდებ პოსტმოდერნულობის დრო. კიდევ რაში მდგომარეობს ის, რომ ეს პოსტმოდერნულობითი დრო სივრცე, დროითი სივრცე გრამატიკაში კარგად არის ეს ქართულში. ჩვენ გვაქვს წარსული, აწმყო, მომავალი, მაგრამ აი ამ სქემის გარდა გვაქვს ნამყო, აწმყო და მყობადი. ეს ილიას უყვარდა ამ მყობადის თარგმნა. მყობადი მომწონს ძალიან ეს სიტყვა. ძალიან კარგი, რაღაცნაირად ყველაფერს ერთდროულად აღწერს. თურმე აი ამ სიტყვაში დღევანდელობა არის ძალიან კარგად მოცემული და თურმე შეიძლება თვითონ რთული სიტყვა და გაუგებარი სიტყვა პოსტმოდერნულობა ქართულად დავარქვათ მყობადი. უბრალოდ მყობადი, ანუ ის რაც მყო არის. არა ის რაც მყო უნდა იყოს. ხო, არამედ მყობადი. ხვალინდელი დღე, ან რომელიც დროც მოდის, ორვენივ ესპანურად არის, ხო? ხო და აი რომელიც მოდის ის კი არა, არამედ რომელიც დღევანდელობაში ჩვენი მომავალი ჩანს. აი ეს არის მყობადი და ალბათ აი ამ გაგებით ხმარობ და სწორედ ილია ჩვენ უნდა ვშვათ ჩვენი მყობადი. ილიას დროს ესე არ ჩანდა, მაგრამ დღეს ჩანს უკვე რომ ნამდვილად ჩვენი დღევანდელი დრო ჩვენი მყობადია. შესაძლოა ჩანდა კიდევაც ილიას დროსაც, უბრალოდ ჩვენ ახლა არა ვართ ილიას დროში, ამიტომ ვერ გავსაზღვროთ, მაგრამ შესაძლებელია რომ მაშინაც ჩნადი ყოფილიყო. ალბათ, იმიტომ რომ თვითონ საქართველოს და მთელი რუსეთის იმპერიაც იყო წარსულის დროში ცხოვრობდა, ამავე დროს ჩვენთან ახლოს. ამავე დროს ისეთ რაღაცებზე მსჯელობდა, რაც დღეს არის აქტუალური 100 წლით წინ. აუცილებლად და ამავე დროს ჩვენს გვერდით აგერ სულ ხელის გაწვდენაზე უკვე მე-19 საუკუნის ბოლოშიც კი იყო ევროპა, რომელიც სხვა დროში ცხოვრობდა.
და არა იმ დროში, რა დროშიც რუსეთი ცხოვრობდა და შესაბამისად რა დროშიც ჩვენ ცხოვრობთ. ყობადი, ანუ ყობადი იყო, ესე იგი, იყო დღევანდელობაც, იყო წარსულიც, ხო? ჩვენ ცხოვრებაში და ამავე დროს იყო მომავალი, რომელიც შეიძლება გაგვეთვალისწინებინა. დღეს ეს უფრო აშკარაა. ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ხო? ხუთმა გაიარა და არა ხუთმა საუკუნემ გაიარა, დაუშვათ შეიძლება ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ეპოქები შეიცვალა. შეიცვალა ესე იგი პრესაბჭოური მდგომარეობა ფაქტურად, ესე იგი ცხოვრობდით პრემოდერნში, მერე საბჭოთა მოდერნში ცხოვრობდით და ეხლა გვიჩნდება პოსტმოდერნში გვიხდება ეხლა ცხოვრება და აი ეს მყობადი კარგად ასახავს ამას. შეიძლება სიტყვა მყობადით ჩავანაცვლოთ პოსტმოდერნულობა. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოსტმოდერნულობა ადრე უფრო როგორც აი მოდერნულობის შემდეგ რომ არის, ხომ? აი ის არის პოსტმოდერნულობა. პოსტსაბჭოთა თითქოს ის არის, რაც საბჭოთა მდგომარეობის შემდეგ არის. 91 წელს დაიშალა, ხომ? საბჭოთა კავშირი, მაგრამ ვართ განა პოსტსაბჭოურ მდგომარეობაში. მე 2012 წლამდე მქონდა შეგრძნება, რომ პოსტსაბჭოთა არა ვართ უკვე, ანუ რომ პოსტსაბჭოთურობა თითქოს მოვიტოვეთ, მაგრამ ისე ძალიან სწრაფად შემოდრიალდა, რომ ახლა საერთოდ ისევ საბჭოთა ვართ და არა პოსტსაბჭოთაც კი არა ვართ უკვე. როგორი მარტივი ყოფილა თურმე ეს აი ამ ბორბლის ტრიალი, აი ასე. ამის ბრალი იმაში არის, რომ აი ამ პოსტმოდერნულ დროში, ხო? ერთდროულად შეიძლება იყოს წარსული, შორეული წარსული, ну რაც დღევანდელი დრო გგონია და ის რაც ხვალ არის ისი ჩვენ გვერდ. ერთ ადგილას, ერთ სივრცულ დროში არის მთელი დრო. მუდმივი დრო, ან განუსაზღვრელი დრო არის ერთ სივრცეში. და შესაბამისად, რომ თუ ერთ სივრცეში არის ეს ყველაფერი, რა, წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, ნამყო, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ერთ დროში. ეს ყველაფერი რომ გადავიტანოთ ენების ანუ ენის, ქართული ენის ჯგუფების თეორიაზე, ნელ-ნელა გადავიდეთ, ახლა ეს როგორ აისახება? აი სანამ ესე იგი მანამდე მივალთ, კიდე ორი პუნქტია, მაგრამ მოკლედ, რა თქმა უნდა. ესე იგი პირველი დროსივცე თუ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ადრე ვფიქრობდით, რომ რა დროც არსებობდა, ხომ, აქამდეც. იმ დროის შესაბამისი იყო ენები. ყოველ ეტაპს. რა დროც დღეს არსებობს, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ენაც ჩვენი ამ დროის აწმყოს შესაფერისია, მაგრამ არ არის ესე. არ არის ესე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სივრცული გამოცდილება, ხომ? ეს არის ჩვენი გამოცდილება. მაგრამ სწავლის საშუალებით ადამიანი ღებულობს კიდე ინფო გამოცდილებას, ვთქვათ ესე, ანუ მისი საკუთარი ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება არ არის, რომელი გამოცდილებაც მაქვს მხოლოდ, არამედ არის ის გამოცდილებაც, რომელიც შევიძინე ცოდნის მიღების გზით, არა ჩემი შემეცნების გზით. ჩემში თეორიის შემოსვლის გზით. ამაში არის სწორედ აი ის ჩამარული, ის შინაარსი, რომელიც იგულისხმება ინფორმატიზაციაში. პირველი პროცესი არის გლობალიზაცია. მსოფლიო დაპატარავდა იმხელად, რომ ერთ სივრცედ იქცა. მეორე პროცესი არის ინფორმატიზაცია. მხოლოდ ამ სიტყვით აღნიშნავთ, რომ ძალიან მრავალნაირი პროცესებია. ხომ რაც იმას ნიშნავს, მე ან ვინმე მაპატიეთ და ბოკასა იძულებულია იცხოვროს არა იმითი, რაც მე დავაგროვე ჩემი ხელები, ჩემი ცოდნით თუ ჩემი რაღაცით, ხომ? არამედ აი ეს ინფორმაციით მიღებული ცოდნა გამოცდილება ამან იმოქმედა ჩემი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვისაცაც. და ამიტომ
უფრო მეტი წილი გამოცდილებისა დაფუძნებული არის ინფორმირებულ გამოცდილებაზე და არა საკუთარი აქტიობით მიღებულ გამოცდილებაზე. ეს ერთი მომენტია. ენაშიც ესეა აუცილებლად და მსოფლიო ენებს თუ შევადარებთ ერთმანეთს და თუ შეუპირისპირებთ ერთმანეთს, ხომ აქედან უნდა ვიმსჯელოთ ჩვენი ენა დღეს რა მდგომარეობაშია და ფუნქციურად რისი გაკეთება შეუძლია ამ ენას. ეს ერთი, მაგრამ არის მეორე მხარეც. ხომ ზოგმა მიიღო, ესე იგი, ზოგმა მიიღო თავისი საკუთარი მოქმედებით შექმნილი რაღაც გამოცდილების ხომ წილი, მიიღო ასევე ინფორმირებული გამოცდილება, ხო, ანუ ინფო გამოცდილება მიიღო. ზოგმა მიიღო ის ინფო გამოცდილება, რომელიც მეზობელ ქვეყნებშია, ხომ? მაგრამ მეზობელი ქვეყნები ზოგი ძალიან უკანონი და ზოგი ძალიან წინ არის. ზოგი ურდოს ეპოქაში ცხოვრობს და ზოგი კიდე აი მართლა პოსტმოდერნში ცხოვრობს, მომავლის იქითა დროში ცხოვრობს, ხო? და ორი გამოცდილება ძალიან განსხვავებული ერთმანეთს. ეს ერთი. ეს არის სივრცეში სხვა სივრცეებიდან მიღებული გამოცდილება. მაგრამ ჩვენ თავში რომ დავრჩეთ, არა? ჩვენ თავში რომ დავრჩეთ, არის ჩვენ ხომ გვაქვს წარსული დრო, ძალიან წარსული დრო და ასე შემდეგ, არა? აი ამ სხვადასხვა დროებზე ვართ ჩვენ ისევ აღზრდილი. ზოგი აღიზარდა რუსულ ინფო გამოცდილებაზე, ზოგი აღიზარდა რა ქვია 5 და 6 საუკუნის წინანდელ აღმოსავლური იმპერიების გამოცდილებაზე, ზოგი კიდევ აღიზარდა ჩვენი საკუთარი მითების დროინდელ ლეგენდების დროინდელ გამოცდილებაზე. შესაბამისად, ცნობიერებაც ასეთი გვიყალიბდება და ცნობიერება არ არის ცოდნა მხოლოდ, ცნობიერება არის რწმენა, რაც ამიტომ შეიძლება მატყუარაც კი იყოს ეს ცნობიერება, ხო? ანუ რა თქმა უნდა, არა, შეიძლება. ანუ ცნობიერებას აქვს თავისი ხაფანგები. ხომ, ჩემი ცნობიერება ჩამოყალიბებული აზრია, იმას გადაუხვია და გადასინჯო ის არ არის მარტივი. ამიტომ იმის გადასინჯო, ხო? შენი გამოცდილება გქონდეს, რაც შეიძლება მეტი ინფო გამოცდილებები, რომ შეადარო ერთმანეთს და შესაბამისად განსაზღვრო შენ რა გინდა. და არადა ხდება პირიქით, მხოლოდ ერთ ისტორიულ გამოცდილებაზე ან საკუთარ ხელით შექმნილ გამოცდილებაზე აგებ შენ ცხოვრებას და რა თქმა უნდა ეს ცნობიერებაც ასეთი გიყალიბდება და შენი ენაც აი შენი ცნობიერების შესატყვისია. წინააღმდეგობები რაც ხდება ჩვენს დღევანდელობაში, აქედან გამომდინარეობს ეს არ არის მხოლოდ ინტერესების, ჯიბის ინტერესის საქმე არ არის, რომ მაგალითად ვიღაცას ფული უყვარს, ხო და ამ ფულის და საკუთარი, ესე იგი საკუთარი ცხოვრებისეული კომფორტის, ხო, ვიტალური ინტერესებიდან გამომდინარე, კი ბატონო, ეს არის რა თქმა უნდა, მაგრამ შეუძლია სხვანაირად, იმიტომ რომ აქვთ თავიანთი აი ეს დროში ძველი დროებიდან ამოღებული ფსიქოლოგიას და ცნობიერებას. შესაბამისად, ენას ესეთია. კიდევ ესე იგი, ენას გაეზარდა როლი და გაიზარდა ენის ფუნქცია, იმიტომ რომ სწორედ გამოცდილებისა და ცნობიერების, გამოცდილების შეძენას და ცნობიერების ფორმირებაში ხომ, აი ამ ინფო გამოცდილება მიიღო დიდი გამოცდილება, ისა დიდი მნიშვნელობა. ინფო გამოცდილება გვინდა არ გვინდა, რითიც ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის, ეს არის ენის გზით. ხომ, ენა არ გულისხმობს მარტო სიტყვას, თუმცა ლინგვო სიტყვასაც ნიშნავს და ენა ორგანოც არის მეტყველების აპარატი და ამავე დროს კიდე ურთიერთგაგების საშუალებაა, ხო?
მაგრამ ურთიერთგაგების საშუალება არის მუსიკაც და ასე შემდეგ. და აი სწორედ ეს ენა როგორც ინფორმაციის გადაცემის საშუალება და სხვადასხვა ფორმით ხომ ეს უფრო გამსაზღვრელი ხდება დღეს ვიდრე ხდებოდა გინდა 50 წლის წინ. ამიტომ აქვს ენას დიდი მნიშვნელობა. და შეიძლება აქეთ ხო მეორე არის მედირებული მდგომარეობა ჩვენი. ადრე რაც იყო მამა, რაც იყო დედა, ბებია, ბაბუა რაც იყო, ხო? ფაქტიურად მისი გამოცდილება გადადიოდა შვილსა და შვილიშვილზე. ხო? დღეს ესე არ არის. დღეს ის რაც ბებია, ბაბუა, დედა, მამისგან კი ბატონო, ტრადიციული სკოლიდან, ჩამოყალიბებული იმ განათლების სისტემიდან, რომელიც ქვეყანაშია, ხო, აქ მხოლოდ აქედან არ გადადის ადამიანს. მთელი მსოფლიოდან ისრუტავ ამას და შენი ინტერესებიდან და რა უფრო მოგწონს იმის მიხედვით ირჩევ რა შეისრუტო. კი ბატონო, ხო და ეს არის სწორედ მეორე პრობლემა სივრცე დროის ერთიანი მთლიანი უსაზღვრო სივრცე დროის გარდა არის სწორედ მეორე რომ ჩვენი ცხოვრება აი ამ უსაზღვრო სივრცე დროში ხომ არის მედირებული. მედია გარდა იმისა რომ არის ტელევიზიის გაზეთი და ასე შემდეგ საბჭოთა დროს ამას სხვა სახელი ერქვა და ერქვა საშუალება. მასობრივი ინფორმაციის საშუალება, პირადული ინფორმირების საშუალება ერქვა და სხვათა შორის სამწუხაროდ შეიძლება იმ მედიაში მედიცინის გარდა ამასაც გულისხმობდნენ ალბათ ის ეშმაკი ბერძნები რომ იცოდეთ. აი საშუალება და ესე იგი რაღაცის საშუალებით ხომ დედის მიერ შვილის გაზრდა არის მედირებული გაზრდა. ადრე ჩაიხუტებდა, მოეფერებოდა და ამითი ფიზიკური სიახლოვითაც და ენობრივი რაღაც სიმღერებით და ასე ზღაპრებით და ასე გადასცემდა. მოყოლით, ხო, ისტორიების მოყოლით. დღეს უფრო ადრე ცილდება, მე მგონი, ბავშვს ეს თოკი, ბიბლობის თოკი უგრძელდება ცოტა ადრე. მე მგონი, ხომ ჩვენგან დამოუკიდებელი ბიზნესების გამო და ამიტომ რა ქვია, აი აქ ჩადის უკვე ის, რასაც მედია ქვია დღეს, ხომ? და სოციალური მედია ქვია დღეს, ანუ სოციალური საშუალება. თუ სხვა ქართულად ვიტყვით, მედია საშუალება, რის საშუალება? ყველაფრის ინფორმირების საშუალება და ასე შემდეგ. ну, რა თქმა უნდა, აღზრდის საშუალებაც არის და თავის და დამოუკიდებლად თვითონ ამ ადამიანის მის და დამოუკიდებლად ადამიანის ფორმირება ხდება აი ამ საშუალების საშუალებით. ხო? ამას ქვია მედირებული საზოგადოება და ასე საზოგადოებაში ცხოვრობ ჩვენ. ну, სხვანაირი საზოგადოება არც უნდა იყოს ალბათ დღეს, ოღონდ უნდა ვიცოდეთ ამ საზოგადოებაში რაღაც ცხოვრების წესები, ხო? და როგორ არ უნდა დაიკარგო და რაღაცა ილუზიურ რაღაცებს და მტრის შემოგდებულს როგორ არ უნდა აყვე. აუცილებლად. ანუ შენი ფოკუსის გასწორების ის უნდა გქონდეს ყოველთვის ინსტრუმენტი შენი საკუთარი, რომლითაც ფოკუსს ასწორებ. დიახ, შეიძლება კიდევ ერთ რაღაცაზე ვილაპარაკოთ და კერძოდ იმაზე, რომ ესე იგი დაყოფილი იყო ზეცა, მიწა და მიწის ქვეშა, ხო? ცა, სკნელი, ზესკნელი, სკნელი და ქვესკნელი იყო დაგებული. გვერდსკნელიც არსებობდა. სკნელი სადღაც ჩავიწე, ხო, სადაც წავიკითხე, რომ გვერდსკნელებიც იყო. გვერდსკნელები რა თქმა უნდა. ესე იგი, სკნელი თუ ზესკნელი, სკნელი და ქვესკნელი თუ არის უნივერსი, აქამდე უნივერსი იყო, ხო? ამას უნივერსი, დღეს მოდაშია სიტყვა მულტივერსი. ხო, ეს მულტივერსი ზევითაც, ქვევითაც და გვერდებითი ვერსებიც არის, რა თქმა უნდა. ხო, გვერდებიც და ანუ ჩვენც გქონდა ეს სიტყვა ბევრი ხნის წინ, რომ გვერდსკნელიც არსებობს და არა მარტო ზემოთქვემი. ხო, არსებობს, რა თქმა უნდა, მარჯვენა სკნელი და მარცხენა სკნელის არსებობს, როგორც ბოლო დროს მემარცხენეობა, მემარჯვენეობაზე გაიზარდა საუბარი, ასეა და მათ შორის განსხვავება იმიტომაც არ არის, რომ ყველაფერი ეს ერთ ყურებაშია, ერთ დროით სივრცეშია ჩაქმნილი ბატონო. ესა. აი მედირებული
აქედან გამომდინარე პრობლემები ცნობიერებისა და პრობლემები იმისა, ვის რა გონია და ვის რა უნდა, გონია რომ უნდა. აქეთ აი რომ ზე და ქვე რომ ვახსენეთ, ხომ? ფსიქოლოგიაც ამის მიხედვით ააგეს, არა? რომ იყო ზე ცნობიერი და ქვე ცნობიერი. ქვე ცნობიერი კი და ქვე ცნობიერს ძალიან დიდი როლი მიანიჭეს ბოლო წლებში და ზოგჯერ ცნობიერაზე უფრო ძლიერადაც კი ასახელებენ და თითქოს ქვე ცნობიერი უფრო მართავს ადამიანის ცხოვრებას ვიდრე ცნობიერი. ნუ ადრე შემაკავებელი მექანიზმები ჰქონდათ ქვე ცნობიერება რომ არ გამომჟღავნებულიყო ჩვენ ცნობიერ ცხოვრებაში. მაგრამ საქმე იმაშია რომ აი ცნობიერება რომ გვაქვს, არა? ის ცნობიერება თუ გამოცდილებაზე აგებული, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცნობიერება ჩვენი გამოცდილების, ანუ ჩვენი ჩვევების შედეგად არის მიღებული და ცნობიერებას ჩვევითი მოვლენაა და არა ცნობიერი მოვლენა. ხომ, არა ცოდნიერი მოვლენაა, არამედ ჩვევითი მოვლენა, რასაც შევეჩვიეთ, არა? იმას საუბრობთ და იმას მოქმედებთ. ჩვეულებითია ჩვენი მოქმედებები. ამ დროს არ უნდა იყოს ჩვეულებითი. უნდა, ესე იგი, როდესაც ჩვენ საუბრობთ, და როდესაც ახლა მე ვსაუბრობ, ვფიქრობ, როცა ვსაუბრობ, არ ვფიქრობ, მაგრამ სანამ ვისაუბრე, მანამდე ხომ უნდა ვიფიქრო. როცა ვმოქმედებ, მაშინაც არ ვფიქრობ. მაგრამ არ ჯობია რომ ჯერ ვიფიქროთ, მერე გამსაჯოთ ეს გამსაჯოთ ეს ჩვენი ნანაფიქრალი რა როგორ და შემდეგ ვიმოქმედოთ ბატონო, მაგრამ არ ხდება ესე. ანუ ჩვენი მოქმედებები მიუხედავად იმისა რომ გონია რომ ცნობიერია სინამდვილეში აი ეს ქვეცნობიერებულია ქვეცნობიერებული და რეფლექტური. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვეულებითია ეს ყველაფერი. იყო დრო, როდესაც ჩვეულებითი მოქმედებები ძალიანაც ნორმალური ამბავი იყო, ხო და ამიტომ ბაბუა, ბებია, პაპა, ბაბო თუ როგორც არის ქართულად, ხომ და დასავლურ და აღმოსავლურ ქართულად ისინი დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ მათი შვილიშვილიც იმის მიხედვით უნდა აღიზარდოს, როგორც თვითონ აღიზარდნენ. დღეს უკვე ვიცით, რომ ესე არ არის. და ამიტომ ჭირს, მაგრამ ვეგუებით იმას, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები სხვანაირები იქნებიან და არ იქნებიან ისეთები, როგორიც ჩვენ ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ისეთები, როგორიც მაგალითად ბაბუაჩემის ბაბუის ბაბუა იყო. ხომ? არა ვართ ბატონო. ეხლა კიდევ სულ სხვა დროში ვცხოვრობთ, ამიტომ ენასაც სხვა ფუნქცია აქვს და ფორმირების წესებით სხვა აქვს ენას. და ფუნქცია კიდევ ის არის, რომ თუ ადრე მართლა ცნობიერებას უნდა ესახა ეკონომიკა, ხომ? ახლა ეკონომიკასაც და ყოფიერებასაც და ყოფასაც განსაზღვრავს ის თუ რაზე ვიფიქრებთ, როგორ ვიფიქრებთ და როგორ განვსჯით. ანუ მსჯელობა საჭიროა. მაგის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. და მსჯელობა ხდება ენის საშუალებით, ანუ სხვანაირად როგორ. ნუ, როგორც თქვით, ენა მარტო სიტყვა არ არის, მაგრამ პირველ რიგში მაინც სიტყვა ალბათ ენა და იმიტომ ქვია ენა. არა მარტო ქართულ ენაში, არამედ სხვა ენებშიც. ხო? ალბათ რა ვიცი, ალბათ ყველა ენაში ესე ქვია. ნუ რა ვიცი, ეს აი მესამე არის სწორედ ლინგვოსოციოლოგია, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ არა მხოლოდ ენის შეცვლილი ფუნქცია, არამედ არამედ ქმნადობის შეცვლილი ფუნქციაც. ხომ ვაკეთებდით იმას, რაც გაგვიკეთებია, მაგრამ ახლა უნდა ვიფიქროთ ის, რაც უნდა ვიფიქროთ და მერე უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვიფიქრებთ და რასაც ვიმსჯელებთ. მარტო ფიქრი არა. ეს ძალიან ძველი მიდგომა საკითხისადმი, ხომ, რომ ესე იგი ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ
რა არის ჩვენს გარშემო, ვინდა გამოქვაბულიდან ამოხედოთ და იქიდან შევხედოთ ჩვენ გამოქვაბულს. და არა მხოლოდ ჩვენ გამოქვაბულს, არამედ ჩვენი გამოქვაბულის გარეთ რაც არის, იმასაც შევხედოთ. და გავიფართოთ, ახლა კიდე აი ამ უსაზღვრო სივრცეში ჩვენი გამოქვაბულები ისევ გავიკეთეთ. არის სოციოლოგიის გამოქვაბული, არის ფსიქოლოგიის გამოქვაბული, არის ბატონო, რა ქვია, აი ბეტონს რომ ამტვრევენ, იმათი გამოქვაბულიც არის და ისინი თავისი ბეტონის იმტვრევის, ანუ პროფესიული ენები კი არა. ამას დღეს ბაბლები ქვია. არის ბაბლები. Bubble, ანუ ინგლისური სიტყვა ბუშტი და ანუ აი ამ რაღაცის გარშემო შეგროვილ საზოგადოებებს ქვია ბაბლები, ხო, გამოქვაბული სახა თქვენ მე მგონი იგივე იმით იხმარეთ ეს სიტყვა, იგივე მნიშვნელობით. თანამედროვე სიტყვა მოალგეს ამ გამოქვაბულს, ხო. პლატონის დროს გამოქვაბული ერქვა და ეხლა ბაბლი ქვია. და ერთმა ჩვენმა შეიძლება საერთოდ მეგობარმაც Facebook-ზე მაგრამ მე მგონი ფიზიკურად ახალგაზრდობაშიც რაღაცა სკოლის დონეზე რაღაცა ურთიერთობა მქონე ადამიანთან ის ასაუბრეს ამ თემებზე და თქვა რომ ჩვენი საზოგადოება სალონური საზოგადოება არის ხო და იმდენად ირონიულად ლაპარაკობდა ამას რომ ამ სალონს მე მოაყონა კლანი პუტოკი ხო და ეხლა ბაბლი კულტურული სიტყვა. კი. ამ ადამიანმა ესე იგი ჩვენი სალონური ურთიერთობების და ბაბლის საშუალებით რა ქვია ვაზრულებთ და მოქმედებთ. ანუ ჩვენ გამოქვაბულებში ვართ და უნდა გამოვიდეთ ეს გამოქვაბულიდან. და ახლა უცებ გადავხდები სადღაც სხვაგან. ერის ლიდერი ყოველთვის ისეთი ადამიანია, რომელსაც ნებისმიერი ბაბლი გაუგებს, მოიწონებს და გაყვება რაღაც საქმეზე. და აი ეს ფუნქცია რო არც ერთს არ აქვს დღეს სამწუხაროდ პოლიტიკაში, იმიტომ ვერ აერთიანებს ვერავინ ერთს. ეს უცებ გადავხდი, ახლა უბრალოდ ისეთი რეპლიკა თემას არ ეხება. ბატონო, მაგ რეპლიკაზე პასუხი შეიძლება რომ მაგალითად იგივე ზვიადი და მერაბს მანამდე არ გაყოლია ხალხი, ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ სადღაც სულის და გონების სიღრმეში ხომ იგივეს ფიქრობდნენ და იგივეს განიცდიდნენ, რაზეც საუბრობდნენ, ერთმანეთში ბჟერობდნენ მერავი და ზვიადი და მათი უტოკი, ხო, ანუ ბაბლი და მაგრამ როდესაც დადგა ისეთი გარემოება, კონიუნქტურა ისეთი რომ შეიქმნა, რომ შეიძლებოდა ეს სააშკაროდ გაეხადათ ხომ და ემოქმედათ. აი მაშინ აღმოჩნდა რომ თურმე ის რაზეც ეს ადამიანები ფიქრობენ და მსჯელობენ, ეს ორი ადამიანი ასე ვთქვათ. ხო თურმე საყოველთაოა. ნაციის საფიქრალი და ნატრა ყოფილა თურმე და ეს ისო. დღესაც დაახლოებით რაღაც ამდაგვარ სიტუაციაში ვართ. ეს დატორმუზდებული არის არა მხოლოდ იმდენად რამდენადაც ჩვენ ვართ დატორმუზებულები, რასაც ქუჩაში ვხედავთ, ეს არ არის დატორმუზებული პირიქით. ეს არის აი ის, რასაც მყობადი ქვია. არის ის დღევანდელობა, რომელიც ჩვენში უკვე არის და თითქოს ხვალინდელი უნდა იყოს, მაგრამ დღევანდელია. და კონიუნქტურა, ანუ გარემო პირობითობები, ხო, განსაზღვრავს იმას, რომ ამ დღეში ვართ, მაგრამ დროებითია და რაცა დროზე არ მოხდებით, იგი საქმე არ იქნებისო, თითქმის ესე თქვა რუსთაველმა და ეთყობა ესეა. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ჩვენი მყობადი ბატონა, როგორც თქვა მეორე დიდება ქართველი. ხო. კარგით, გადავიდეთ მაშინ აი იმაზე, ესეთი ძალიან ფართო და ყოვლისშემცველი შესავალი გქონდა. ბატონო, იმიტომ რომ რასაც ახლა ვიტყვი, ხომ დავუშვათ ენასთან დაკავშირებით, ის ენის თეორია არ არის, უბრალოდ ხედვა არის, რომლიდან გამომდინარე შეიძლება აი რაღაცა დასკვნები გააკეთოს კაცმა, ხომ? ამის პრაქტიკაში შესწავლაც პრინციპში შესაძლებელია, მაგრამ ამ შესაძლებლობას საშუალება ჭირდება, ბატონო, იმიტომ რომ შეისწავლო.
ესე. მაგრამ აი ეს ხედვა და მიდგომა თუ გნებავთ მეორე სიტყვა არის, ხო, ამ პოსტმოდერნულობისეული ხედვიდან გამომდინარე, ხო, რა ვიცი, ჩანს ესე ენის პრობლემა ჩვენს დღევანდელობაში და არა მხოლოდ ენათმეცნიერებას გააჩნია თავისი ისტორია, ხო, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანის რაც გაჩნდა ადამიანი, იმის შემდეგ სხვადასხვა ადამიანურ ეპოქას შეესაბამებოდა შესაბამისი ენა და ცნობიერება და რომელი აზროვნება თუ ენაა პირველი, ეგ დღემდე არ იცი ალბათ და ალბათ ვერც გავიგებთ ვერასოდეს, იმიტომ რომ ორივე ერთია. კარგით, როგორც აზროვნება, ისეთი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ყოველთვის ესე არ არის, ზოგჯერ ეს ცხოვრება უკან გეკაჩება ხოლმე და შესაბამისად აი ამ უკან დაკაჩვას ხომ თავისი შესაბამისი ცნობიერება და ენაც გააჩნია, რომელიც სიციკორეს ახასიათებდა მაგალითად. თქვათ მაშინ რომ ეპოქების ცვლილებები იყო, ანუ სივრცეების ცვლილებები იყო, ანუ დროს სივრცეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ხომ? და ცვლილება ყოველთვის ხდებოდა. მაგრამ ის ცვლილება, რომელიც ეხლა უკვე ძალიან აქტუალურ ფაზაში არის, ჩვენს ირგვლივ და ჩვენთვის, ხომ? კატასტროფულად კი არა, საოცრად ცუდი სიტყვაა კატასტროფულად, მაგრამ ძალიან ხდება იმ ცვლილებებისაგან, რომელიც აქამდე იყო. არის პრეისტორია, ანტიკური ისტორია, ძველი ისტორია, რა ქვია, ახალი ისტორია, უახლესი ისტორია, არის მიმდინარე ისტორია. მაგრამ ისტორიკოსები ისინი არიან, რომ ძველებს სწავლობენ და მიმდინარე ისტორიაზე ამას წინ ერთმა ისტორიკოსმა გამოცხადა, ფაქტები არ გვაქვს და ამიტომ მიმდინარე ისტორიაც არ არსებობს, თურმე ესე გამოდის. მაგრამ თვალწინ ხდება ეს არის მიმდინარე ისტორია და გვინდა არ გვინდა, ისტორია ძალიან ხშირად მიჩნდება ეს კითხვა, როდესაც რაღაცაზე მსჯელობენ ისტორიკოსები და ანუ იმაზე გვიყვებიან აი საბჭოთა კავშირის დროს ის 100 წლის წინ ეს და ზუსტად ესეთივე ოღონდ ბევრად უარესი პირდაპირ დღეს ხდება შენი თვალწინ და ამაზე მსჯელობა არ შეგიძლია თუ არ გინდა თუ რაღაცა და სადღაც მეკაჩები რა იმაზე მაფიქრებინეთ რაც 100 წლის წინ იყო. აი დღეს იმაზე უარესი ხდება და მოდი აი ამ დროზე ახლა ისე ვიმსჯელოთ რომ რაღაცნაირად ავიცილოთ თავიდან ცუდი შედეგები, მაგრამ ვერ მომყავს აქამდე. თუ ჩვენ ისე აი ვიტყვით იმას, რომ რაღაცა ეტაპებით გამოიარა ადამიანმა ისტორიულად და ერთმა ისიც გითხრა, რომ მალე პოსტ-ადამი ვიქნებით, ხომ არის პოსტ-ადამი ესეთი ისიც არის, პოსტ-ცნობიერება ესეთი ისიც არის, იმიტომ რომ ცნობიერება იყო რაღაც უცვლელი ჩვევის შედეგად ჩამოყალიბებული რაღაც აზროვნების წესი ბატონო, რომლის მიხედვითაც ჩვეულებით ცხოვრებას აგრძელებდა ადამიანი, ხომ? ასე იყო, რა ვიცი. ხო, ზოგიერთი ცდილობდნენ ცნობიერება შეეცვალათ, ამისთვის ისჯებოდნენ, მაგრამ მერე იცვლებოდა ეს ცხოვრება. მერე დროს მოქონდა და საყოველთაო ხდებოდა იმ მომენტში, როცა თვითონ დრო მოიტანდა, მაგრამ ვინც ამის პირველ წყარო იყო, ის ყოველთვის დასჯილია და ყოველთვის ციხეშია. ან ციხეშია, ან კლავენ. რაც ენის გარშემო ხდება ჩვენს მსოფლიოში, ჩვენს უშუალო რეალობაში, ხომ, ფაქტიურად არის აი ამ ცნობიერებების გამოვლენა ენაში და ენა არის ფაქტიურად ჩვენი ჩვევა და ამ ჩვენი ჩვევების მიხედვით მოქმედებს. ზოგი მოქმედებს, ესე იგი, შიგნიდან ენის და ცნობიერების შიგნიდან დანახულ თავის თავზე ამის მიხედვით მსჯელობს და ზოგი კიდე მოქმედებს იმაზე, რომ ცდილობს გავიდეს ამ თავისი ბაბლიდან და გარედან დაინახოს საკუთარი თავი. ეს სხვა რამეა. ზოგი უარს ამბობს ამაზე, უბრალოდ.
ბოლო დროს ისტორიკოსობასთან ერთად რომ აი ამ დროს ესეთები ვიყავით, იმ დროს ასეთები ვიყავით და ასე შემდეგ. ხომ გავიდა იქამდე რომ ჩვენ ამაყობენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ენდემური ენა, მე ვარ ენდემური ადამიანი, ხო? აქედან ენდემური სლებია ჩვენი სახელები და თითქოს აი პრეისტორიული რაღაც რეალობების დაცვა ცდილობენ. და თითქოს მათი არ შეიძლება ეს არ იყოს. და თუ აი ამ ენის ცვლილებების ეტაპებს გადავხედავთ არა, ну საყოველთაოდ ცნობილია რომ პირველი მაგალითად ენა ადამიანებისა ალბათ ძალიან პირველი ბოდიშით იყო აღმოხდომა რაღაც ხმების, ხო? მე ამ ხმების გამოყალიბება ფორმირ დახვეწა მოხდა ბატონო და გადაიქცა ნიშნულობის მატარებელ სიტყვებად, ხომ? მაგრამ ეს აღმოხდომა რა, ან გნებავთ აღმოშობა. აღმოშობა ილია ჭავჭავაძე's ჰქონდა მაგალითად. და თქვა რომ ესე იგი ჩვენი რეალობებიდან გამომდინარე აღმოიშობა ის რაც უნდა ვიყოთ. ანუ აი ამ ყობაძე ლაპარაკობდა მაშინ ეს. და ამას ქვია ავტოპოეზია, თვით აღმოშობა. ილიას აქვს ეს, თავი თვითონვე აღმოიშობა. და ამას 60-იან წლებიდან მე მგონი ძალიან აქტუალური იყო ეს ევროპაში და 90-იანებიდან საბჭოთა კავშირში და რუსეთშიც ეს თვით ავტოპოეზია, ესე პოეზია შობა, ავტოპოეზია, თვით აღმოშობა. ეს იყო ძალიან და ჩვენთან დღესაც მოქმედებს ეს აღმოშობა. ენის პროცესიც ასე იყო. აღმოიშობოდა, აღმოხდებოდა ალბათ, ხომ? ჯერ სიტყვები არა, ჯერ შეჯახილები, ხომ? ემოციურად დაპირთული, რა თქმა უნდა, და ამას ეძახიან, ესე იგი, მიბაძვით ენას ეძახიან. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობდა ეს მიბაძვითი ენა, მაგრამ როდესაც ხიდან ჩამოვიდა, ხომ? და მერე ქვა დაიჭირა ხელში, რომელიც აი ამ თაგუნიას გავდა. თავისი ფორმით, ოღონდ კუდი არ ქონდა იმ ქვას, ხო? აი მაშინ უკვე რაღაცა შეიცვალა მის ცნობიერებაში. და იზოლებული გახდა, რომ სახელები დაერქმია ნივთებისთვის, საგნებისთვის და არა მარტო საკუთარი ემოცია გამოეხატა მაგალითად რაღაც ხმის გაგონებაზე ან რაღაც ნივთის დანახვაზე, ხო? ვახ და ასე შემდეგ და ამის გამო შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ენები არ კვდებიან და არ ქრებიან, არამედ ტრანსფორმირდებიან და შეიძლება ამ ტრანსფორმაციაში იმდენად სახე იცვალონ, რომ მერე ვერც იცნო ის პირველი რა იყო. და ეს პირველი კი არ მოკვდა, ის პირველი გაიზარდა და ტრანსფორმირდა. აუცილებლად. თუ ენა არ შეიცვლებოდა, ცხოვრებაც ვერ შეეცვლებოდა იმათვის ენა. კი, ცნობიერებაც არ გაიზრდებოდა და პროგრესი, ზოგადად პროგრესი არ მოხდებოდა არანაირი კაცობრიობაში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ენა არის უძველესი, ძალიან კარგია რომ უძველესია, მაგრამ რომელმა ადამიანმა დღევანდელობამდე მოაღწია, ხო? იმ ადამიანის ენა რამდენჯერ შეიცვალა და რამდენჯერ ტრანსფორმირდა ეს ადამიანი. ყველა ადამიანი ვინც დღეს ცოცხლობს და იმფორმად არ წავიდა როგორც ადამიანის გამონავალი სხივი, ხომ? ყველა ადამიანი იმდროინდელია. ენდემურია ყველა ადამიანი, მაგრამ ზოგი დარჩა იმ ონომატოპიურ ენის დონეზე, ანუ მიბაძვითი ენის დონეზე, ბუნების მოვლენებს და საკუთარ სხეულში აღმოშობილ ემოციების გამოხატველი ენა იყო ეს. მაგრამ არ იყო სახელების დარქმევა. და რამდენადაც შეიძლება ადამიანს მრავალგვარად აღმოხდენოდა, ხომ? აი ეს სიტყვები, რა. ალბათ იმდენი სიტყვა იყო ერთი და იგივე მოვლენის აღსაწერად. ხო, მაგრამ ეს არ იყო სახელის დარქმევა. მეორე ეტაპი იყო სწორედ აი სახელის დარქმევა და იმ რეალობის შექმნა, რომელსაც ვერანაირად ვერ ხედავდა ადამიანი. ეს არის მითოლოგიური ენები.
და ლეგენდარული ენებია, ესე იგი ქმნიდნენ რეალობას, რომელსაც ვერ ხედავდნენ და იმის მიხედვით ცხოვრობდნენ. საინტერესო იყო, უაღრესად საინტერესო. და საინტერესოს გარდა ამგვარად ასახავდნენ თავიანთ მაშინ რეალობას. შესაბამისად, ენაც მითოლოგიური ჰქონდათ. შემდეგ რელიგია წამოვიდა, ხომ? თქვათ ასე. მაგრამ თუ ქრისტიანობას თავს გავანებთ, ვიდრე რელიგია, ქრისტიანობა წამოვიდა და მანამდე უფრო ადამიანის სხეულის საკმაოდ წინ წამოწევა იყო იგივე წარმართობის ეტაპზე და ასე შემდეგ. ხომ, აი შამანიზმის ფაქტიურად ის არის, რომ ესე იგი სხეულით რაღაცას შეიგრძნობენ და მე რაღაცას შეიგრძნობენ, იმას უყევებდნენ თავიანთ ტომის ხალხს, რომელებსაც ეს შეგრძნება არ ჰქონდათ. არც ეგეც არ იყო, ესე იგი სახელის დარქმევა. მეორე სახელის დარქმევა იყო. იმ ნივთებისადმი რა ნივთებიც და რა ესე იგი რეალობების ადამიანს ფიზიკურად გარცევდა. მესამე ეტაპი უკვე ალბათ იყო ცნებითი ენები. აი ცნებითი ენები უკვე სერიოზული მოვლენაა და ონომატოპიური მდგომარეობა ენისა, რომ შენ გეხვანხვალე მაგალითად, ხო გეხუტუნე და ასე შემდეგ. ეს ცნების დონეზე შეიძლება ცნებას, რა თქმა უნდა, შეიძლება გააჩნია რა ჩადებდი შიგნით. რა კონცეფტი იყო ჩადებული, ცნება იყო ჩადებული და ამიტომ შემდეგი ეტაპი ეს ცნებითი ენები იყო. მაგრამ რა თქმა უნდა, ამასობაში დროები პატარავდებოდა დროები, ანუ დროითი სივრცეები პატარავდებოდა. ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად ცეცხლის აღმოჩენამდე, ვიდრე ადამიანი ცეცხლს აღმოაჩენდა, ხომ? მანამდე 10 მილიონი წელი გავიდა ალბათ. რაც ცეცხლი რომ აღმოაჩინა, მე ბორბლის აღმოჩენამდე ზოგისთვის გავიდა 10,000 წელი და ზოგისთვის გავიდა 4,000 წელი მაგალითად დავუშვათ. ბორბალი რომ აღმოაჩინეს, ხომ? ადამიანი უფრო მაპატიეთ კი არ აღვა გამოიგონეს. ცეცხლის გამოიგონეს. სახში რო შემოიტანეს, ბორბალის გამოიგონეს. და ეხლა წარმოიდგინეთ, ბორბლის გამოგონების შემდეგ რომ ადამიანი იყო. შეიძლება ის ადამიანი ყოფილიყო ასეთივე როგორც იყო ცეცხლის. და რამდენად განსხვავებული ცნობიერებები ექნებოდა და რამდენად განსხვავებული ზოგადად ტვინის მოქმედებების მექანიზმები თავში. ეს ნამდვილია რომ ცხოველს არ აქვს ცნობიერება, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება მაიმუნს აქვს ცნობიერება და შეიძლება ყავსაც კი აქვს ცნობიერება, როგორც ამბობენ, ძალიან ჭკვიანი. ანუ განსხვავება იყო. ენების განსხვავებული იყო, განსხვავებული კონსტრუქციები ჰქონდა ენებს და ესე იგი ლექსიკური მარაგის სხვადასხვანაირი ჰქონდა, რა თქმა უნდა. შეიძლება უფრო მდიდარი იყო ვიდრე დღევანდელი ინგლისური მაგალითად. რომელსაც 4 მილიონი სიტყვა აქვს დათვლილი. ხო, ამ მილიონი, რა ვიცი. ხო, შემდეგი მაგალითად ცნებითი ენების შემდეგი იყო მიზანმიმართული ენები, შეიძლება ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ადამიანმა ნახა, რომ შეიძლებოდა საკუთარი ცხოვრება ისე მოეწყო, როგორც თვითონ ფიქრობდა. როგორც თვითონ სურდა, შეიძლება გაუცნობიერებოდაც სურდა. შესაბამისად, ხომ, აი ამის დაგეგმარება ენაში მოახდინა. ანუ მიზანმიმართული ცნობიერება იყო მიზანმიმართული და შესაბამისად ენა და ცნობა ერთად მოქმედებდნენ და ხო და ენა მე ამას მოერგო, ხო? მიზანმიმართული რომ გადაეცა ერთმანეთისთვის, რომ გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის, ეს ხარა? რა ვქვა, ტვინის ანტენები ეტყობა მოეშალა თამაშობაში, მაგრამ სამაგიეროდ ენა გამოიყენებოდა და ენა შესაბამისად იყო ესა. ამასობაში დადგა ის მომენტი, რომ ამ ჩვენმა კარგად ცნობილმა ჩვენთვის მარქსმა გაიხსენა, რომ თუ ჩვენ ამასობაში მარტო ცდილობდით, რომ გავგეგო რა ხდება ჩვენს გარშემო, ხო? არა მარტო ბუნაგში, არა მარტო გამოქვაბულში და ბაბლში რა ხდება, არამედ ბაბლის გარეთ რა ხდება. ხო? აი ეს თურმე აინტერესებდა ზოგიერთს ბაბლის გარშემო რა ხდება.
ზოგს არ აინტერესებს დღესაც. ხომ? აი თქვა რომ და ზოგს კიდე გარდა იმისა, რომ აინტერესებდა გაეგო რა ხდება, ეს კი არ უნდა მარტო ეს კი არ აინტერესებდა, უნდოდა რომ ისე ემოქმედა, რომ ეს რაც ხდება, შეეცვალა რეალობა თავის გარშემო სათავისოდ. და ამ მომენტში ალბათ ენა კიდე უფრო დიდი ნახტომი გააკეთა, როდესაც შენ რელიგია კი არა და რეალობა აქით გინდა რომ მოირგო. კი არ აღწერო, არამედ მოირგო. დიახ. ხო და შესაბამისად, ესე იგი, არა მარტო ესე იგი, მიზანმიმართული გახდა ცნობიერება და ეს არამედ ესე იგი, ალბათ სიტყვა ქმნადი იქნება. ხო, ენას ქმნადობითობის უნარი მოენიჭა და ფუნქციაც გავიშთა ენასამე ქმნადო. და ამასობაში წამოგვეწია ინფორმატიზაციის კი, და ინტერნეტიც და ყველაფერიც. ხო, მაგრამ მოხდა ესე, რომ ამ ჩვენს დროით სივრცეში ერთდროულად გვაქვს ონომატოპია სუპირველი, მითოლოგიური ენა და ცნობიერება, ლეგენდარული გმირების დროინდელი ენა და ცნობიერება, რელიგიური ცნობიერება და ენა და ძალიან მომწონს ძველი ქართული ენა, რომელიც ფაქტიურად საეკლესიო ენად დარჩა დღეს. მომწონს და არ შეიძლება მომწონდეს, ხო? მაგრამ ამავე დროს ისეთი ენების შეიქმნა მსოფლიოში, რომელიც არა მარტო საკუთარ მიზანს ემსახურებოდნენ, რომ მაგალითად კოლონიები უნდა დავიპყრო, რომ მეტი სიმდიდრე შევიზინო, ხო? არამედ ზოგი იმასაც ფიქრობდა, რომ საკუთარი კულტურა გაეტანა, არა მხოლოდ მოესყო ის ქვეყანა, არამედ კულტურა გაეტანა და ამდენად აი განვითარება მოხდარიყო ამ გზით. ეს უკვე რაღაც ქმნადობითი ენებია, ანუ ფაქტიურად ენა დემიურგთან გვაქვს საქმე, ენა ღმერთთან გვაქვს საქმე, ხო? ის პირველ სიტყვას მივუღრნდი, რომ თურმე თავიდან სიტყვა ყოფილა და ეს სიტყვა იყო დემიურგთან, ღმერთთან იყო შემოქმედა სიტყვა. ხო და დღეს ეს სიტყვა დასტურდება. მაგრამ დასტურდება იმ დროს, როდესაც ერთ დროით სივრცეში არსებობს ყველა დროითი ყველა სივრცეები. ხო? რომლებიც 2, 4 და 5 და 6000 წლის წინ დამთავრდა და რომლებიც აგერ ჩვენს გვერდით ხვალინდელი დღეა ჩვენთვის. aga ისე ჩვენთვისაც რევანდელია უკვე, არა? ეს ყველაფერი ერთ სივრცეში ემოცებული ცნობიერებების და ენების სახით. და აქ ახლა თუ ქართველურ ენებზე გადავართ, არა? ფაქტიურად აქაც იგივე მდგომარეობა გვაქვს, ჩვენ რა მდგომარეობაშიც ნებისმიერი თანამედროვე ენა არის. მაგალითად, ყველაზე კარგი და საინტერესო მაგალითი ჩემთვის შეიძლება ინგლისური ენა იყოს, იმიტომ რომ სხვებზე უკეთ ვიცი, ხო, დაფიქრებული ვარ სხვებზე უფრო მეტად ამ ენის შესახებ, არა მარტო იმიტომ რომ საკუთრივ ეს ენაა საინტერესო, არამედ იმიტომ რომ რაღაც სამსვლელია დღევანდელ მსოფლიოში, რასაც მაგალითად სხვა ენის სტრუქტურა არ შეესაბამება. ხო? და არის კიდევ ქვეყნები, რომლებსაც მე ვეძახი კალჰარის უშმენურ ცნობიერებას, რომელსაც კმაყოფილებას და ბედნიერებას ანიჭებს ის, რომ აი კალახალურ სიტუაციაში რომ შეუძლია შიშველი ხელებით ლომი დაიჭიროს. იმაში რა ქვია. არაფერი, თოფი იმას არ ჭირდება, ერთი პატარა ჯოხი შეიძლება დაიჭიროს და რაღაც მოინადიროს ლომი და ის. ხო, რა თქმა უნდა ამაყია. მაგრამ ამავე დროს მის ენას, ხო, არ შეუძლია ცხოვრება შეცვალოს და ცხოვრობენ იმ ცხოვრებაში, რომლებიც ცხოვრობენ ყოველთვის იყვნენ. არსებობს ნებისმიერი ენა, რომელიც არ უნდა ავიღოთ, არსებობს ძველი ასე ონომატოპიური ენა, სახელდების ენა, ცნებითი ენები და შემოქმედი ენები.
ყველა აი ეს ენების ეს სხვადასხვა დონე ყველა ენაში არსებობს. მათ შორის აი ინგლისურ ენაშიც მე მგონი. და ნახეთ, უკაცრავად ისევ უცებ გადავხტები. ახლა როდესაც ხდება ერთით მეორის დაპყრობა, ყოველთვის ეს ხდება ისე, რომ ანუ იქ ენამ ვერ განავითარა საზოგადოება, რო ცივილიზებული იყო და მოვიდა უცებ ბევრად უფრო განვითარებული ენა და ამ ბევრად უფრო განვითარებულმა ენამ თავისი ხალხით ის ხალხი და ის ტერიტორიები დაიპყრო და ენამ იქ ანუ უფრო განვითარებულმა ენამ მოიცვა იქაურობა არა იმიტომ რომ რაღაცა ბოროტია არამედ იმიტომ რომ ის ენა რომელიც იქ ადგილზე იყო არ ვითარდებოდა და არ ავითარებდა ცივილიზაციას. ის ენა მხოლოდ შენარჩუნების ენა იყო, ხო? ხო. ჭამს კი, ანუ დღეს გავიღვიძობ, ჭამო დავიძინო, აი ამის ენა ამ მხოლოდ და არა რაღაცა პროგრესის და წინსვლის. ბრაჰმანი, შივა და ვიშნუ. აი ეს სამია ისიც. ერთი ცვლილების არის, მეორე შენარჩუნების არის და მესამეც კიდე რაღაც ბრაჰმანს მე მგონი უფრო დიდი ფუნქცია აქვს, ვიდრე ეს ცვლილება და შენარჩუნება. სტაბილურობა ალბათ, რა ვიცი. მაგრამ ცვლილების ფუნქციაც და შენარჩუნების ფუნქციაც არსებობს ჩვენ დროში და შესაბამის ენებიც არსებობს. ზოგი ცდილობს საკუთარი თავი მხოლოდ შეენარჩუნოს, ზოგი ცდილობს საკუთარი შეხედულება, საკუთარი შენარჩუნება სხვებზე გაავრცელოს და ასე შემდეგ. ზოგი ცდილობს რომ თვითონ როცა შეიცვალა და რაღაცას მიაგნო, ხომ? ის სხვას გადასცეს და ასე შემდეგ. ესე იგი არის ისტორიული მდგომარეობები ენისა და არის თანამედროვე მდგომარეობები ენისა. რეალურად თუ ესე იგი შევხედავთ, შეიძლება თვითონ დღეს მეტყველი ენები, ხომ? ინფორმაციის გადაცემისათვის ერთი მექანიზმი აქვს ყველას. რაც აქვს ნაფიქრალი, რაც აქვს შიგნით, ხო? იმის გადაცემა სხვა ადამიანისთვის შეუძლია. მაგრამ ზოგ ამისთანა ენა შეუძლია მოახდინოს გავლენა მეგობარზე და მაგალითად დააძალოს რომ დალიოს იმაზე მეტი რაც ღვინო შეუძლია ზოგს კიდევ შეუძლია რაღაც ამისთანა შეხვედრით მეგრულ ენას აქვს ეს ფუნქცია რომ დაგალევინოს 10 ჯერ უფრო მეტი ღვინო ვიდრე შენ თავიდან გინდოდა რომ დაგელია. მე გამოსtildeებას მაქვს ესე იგი მაგრამ ეძებდნენ იმისთანა ღვინოს რომელიც ყველა მაბელა იქნება. ნუ კახელები უფრო ჭკვიანურად დგებოდნენ მაგც იმიტომ რომ კახურად ასხამდნენ და კახურად სვამდნენ. მეგრელი მე რამდენი სადღეგრძელოც იყო იმდენ ჭიკას უმატებდნენ და სულ სამჯერ სვამდნენ. მაგრამ რა დგინდა. ნუ თავისი წესი ქონდა ყველას და თავისი დრო აქვს ყველა წესსაც ბატონო. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ალბათ დღეისთვის არის ის ენები, რომლებსაც შეუძლიათ ქმნადობა მისი ესე მის გარშემო არსებული რეალობის მიმართ ქმნადობის პროცესი შეასრულონ. ანუ ეს აქტიური ენებია. აქტიურად ოღონდ აი ეგრეთ წოდებულ აფხაზურ ენას არ აქვს ეს ფუნქცია. მე აფხაზურს რო სწავლობდი 2 წელი ვსწავლობდი აი მაგალითად სიტყვა მაგიდა და მაგიდა. აფხაზურში მაგიდა არის ერთი დიდი სიტყვა, რომელიც ბევრი ნაწილისგან შედგება და ეს ნაწილები ცალ-ცალკე რო თარგმნო, გამოგივა ესეთი რაღაცა. მაგიდა არის ის რაღაცა, რაზედაც ჩვენ დავდებთ საჭმელს, რომ მერე მის გარშემო შემოვიკრიბოთ და შევჭამოთ საჭმელი. დაახლოებით აი ასეთი რაღაცა კონსტრუქტისგან შედგება ეს სიტყვა მაგიდა აფხაზურში. ქართულში მარტივია მაგიდა მორჩა. ანუ ამ მაგიდას როდესაც ამბობ, იმ რაღაცას შეიძლება წარმოიდგინო, რასაც ის აფხაზური სიტყვა ლაპარაკის დროს ყველაფერს ერთად ამბობს, მაგრამ ანუ ამას თქმის დროს არ გჭირდება, რომ ეს მთელი რაღაცა აი ამ ხელა ის კონსტრუქტი დააბრეხო. ხო და მაგალითად, მაგრამ მერე როდესაც გარჩდა მაცივარი, რატომღაც აფხაზურ სიტყვამ მაცივარს ვერ მოუგონა სიტყვა. და აიღო უცებ და გააკეთა ახალაძილნიკ.
აი ეს რატო ვერ მოიგონა მაცივარი აფხაზურმა მაგალითად ხო, ნუ სიცივე აფხაზურმა არა. სიცივე არა აქვთ თუ ელექტრობა არა აქვთ თუ რაღაცა აპარატის მუშაობის პროცესის აღწერი ანუ აი ეს რა ხო რაღაცა არა აქვს ენას ამიტომ რო ყვირიან რომ გვანადგურებენ ენას გვიგრძალავენ არაფერს არ უგრძალავს პირიქით ყველანაირად იქით ვეხმარებით რომ ეს რაღაცნაირად არ მოკვდეს უბრალოდ თვითონ ენას არ აქვს ის ფუნქციები რაც მაგალითად რომანს დაგაწერინებს აფხაზურად ვერ დაწერ რომანს თუ ან შეიძლება ძალიან ისეთი ანუ ძალიან მარტივად რაღაცა პრიმიტიულად დაწერო მაგრამ ამბავს აღწერ. ხო, ამბავს აღწერ, აი რაღაცა მარტივი story telling-ისთვისაც შეიძლება ვერ გეყოს ენა. და ისე რაღაცა ძალიან ისეთი მხატვრული რომანისთვის ხო საერთოდ მარტივი story telling-ისთვისაც შეიძლება ვერ გეყოს. ალბათ ესეა რა ვიცი. ესე იგი ენა თავისი ბუნებით შეიძლება კონსერვატული მოვლენაც იყოს. მეცნიერებას თავისი ბუნებით კონსერვატული მოვლენა. ამიტომ მეცნიერებაში როცა შემოდიხარ, ხომ? ვერ შემოიტანს, ვერ თავიდანვე შენ იმითი რა. მიუღებლობა ექნება აუცილებლად შენს ახლებურ ხედვას მეცნიერებაშიც. ასევე ენასაც აქვს კონსერვატული დატვირთვა, ხომ? ხო და თუ შენ ამ ენაში რაღაც ახალ მოვლენა შემოიტან, ხო, რომელიც არ არსებობს ბატონო. ხომ? რა თქმა უნდა მიუღებლობა ექნება ამ სიახლის შემოტანაში. არადა ეს არის სრულიად. ხომ? არ შეიძლება რომ არ შეიძლება ესე იგი მილიონობით საუკუნის განმავლობაში დარჩე ავსტრალიელი აბორიგენის დონეზე. ხომ? ეს ანდა გნებავთ კი ამბობენ იმას რომ ამერიკელი ინდიელები ხო დიდი ცნობიერების დიდი განვითარების და მისულები იყვნენ ასტრონომიას ჩვენზე უკეთ იცოდნენ და ასე შემდეგ თურმე მაგრამ რა ვიცი ამ დროს უცნაურად ქრებოდნენ ხოლმე ეს ცივილიზაციები ადამიანები და როდესაც აი მიზან დასახულობის და ქმრადობის ენად ქცეულ ევროპულ რეალობებს დაუპირისპირდა, ხომ? ერთად როცა მოუხდათ ყოფნა, ვიღაცის იქ ჩასვლის გამო, ან ვიღაცის აქ არ წამოსვლის გამო, ხომ? აღმოჩნდა, რომ სიცოცხლის უნარიანები ნაკლებად არიან. და ვერ აითვისეს ის, რაც ევროპულ ცივილიზაციებს მოჰქონდათ მათ. თუმცა პირისპიროდ ხდებოდა მაგალითად ჩინეთი იყო კულტურული ქვეყანა, ამავე დროს ჩინეთი იყო ცივილიზაციური ქვეყანა, ხოლო გვერდით მომთაბარე მონღოლ თათრებს რომ ეძახიან, ხო რატომღაც, ხომ იმათ ესე იგი აი ეს კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა დაიპყრეს და არა მხოლოდ ჩინეთი, ხო? და ფაქტურად ვერც დაიპყრეს, იმიტომ რომ თუ სადმე წავიდოდნენ, უნდა გადასულიყვნენ ჩინურ ყაიდაზე და მონღოლურ ყაიდას ვერ მოარგებდნენ ამერთან. რაც შეეხება აქეთ სტეპის სივრცეს, არა, იქ მარტივად გააგელვეს ცხენები, მარტივად გავიდნენ უკრაინამდე და უკრაინის ცოტა ბოლომდე. სტეპის ბოლომდე გავიდნენ. და შეფერხება მოუხდათ. შეიძლება იმიტომ რომ ძალა გამოელიათ, მაგრამ ფაქტია რომ უკრაინაში მოუხდათ შეფერხება და კიევი თუ აიღეს, მერე იქით შორს ვერ წასულიყვნენ. ასევე კავკასიაში და ისტორიულ რა ქვია, ქართულ რეალობაში შემოვიდნენ, მაგრამ იმის იქითაც ვეღარ წავიდნენ, ხომ? არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ რესურსი გაუთავდათ მაგრამ შეიძლება იმიტომ რომ რა ვიცი კულტურა არ ეყოთ იმისათვის და ალბათ ენაშიც არ ქონდათ გარდა თავისი ცხენის გაგელვებისა და სხვა სახელდების გარდა სხვა საშუალებები არ ქონდათ ენაში და ნუ შესაბამის ცხოვრებას გვაქვს დღეს
შეიძლება რომ ჩვენ ვთქვათ რომ იმიტომ გადავურჩით უფრო მეტად რუსეთს ვიდრე რაღაცა შუა აზიის ქვეყნები იმიტომ რომ ჩვენს ენას ვერ მოერია რუსული ენა და იმათ ენებს მოერია რუსული ენა შეიძლება ეს ითქვას რომ ანუ გარუსება კი დაგვემართა და ანუ რაღაცა ის ანუ მთლად ბოლომდე ქართველები ვერ დავრჩით საბჭოეთის პერიოდის მერე მაგრამ ბოლომდე გარუსება და გასაბჭოება ქართული ცნობიერების მაინც ვერ მოხდა თუ შევადარებთ იგივე რა ვიცი მე ნებისმიერ სხვა ყაზახეთს უკრაინას რა ვიცი სხვა ქვეყნებს ენამ ხო არ გადაგვარჩინა, იმან ხო არ გადაგვარჩინა, რომ ქართული უფრო ძლიერი იყო რუსულზე. არის საერთოდ ქართული უფრო ძლიერი რუსულზე, საერთოდ ჯერ ეს იცით რა არის, როდესაც ეს ეხება პერიოდს 2000 და მეტი წლის წინანდელ პერიოდს ეხება და რამდენ მდგომარეობაშიც ენა იყო მაშინ იმას ეხება ალბათ. ხომ? მაგ შემთხვევაში ქართული აი დამწერლობის, ანუ ფორმალიზაციის, ენის ფორმალიზაციის კუთხით არა, ქართული მოწინავე ენა იყო ალბათ სტეპებთან შედარებით, რა თქმა უნდა, და არა მხოლოდ სტეპებთან შედარებით, ხომ? ანუ ქრისტიანული რელიგია იყო წიგნიერი რელიგია. ზუსტად ისევე, როგორც წიგნიერი რელიგია იყო იუდაიზმი, და წიგნიერი რელიგია იყო, ანუ დამწერლობაზე დაფუძნებული რელიგია იყო, ისე ბუდიზმიც, ანუ ამბების და იმების, ეგეც წიგნიერი რელიგია იყო. ჩინური, ინდური მოვლენაც, ხომ, წიგნიერებაზე იყო, თავიანთ წიგნიერებაზე იყო, ცივილიზაციაზე იყო აგებული და აქეთ კიდევ, ესე იგი, ბერძნული, იუდაისტური კულტურა, ასე ვთქვათ, გადავიდა ქრისტიანობაში და მუსლიმანობაში ამაში გადავიდა. ქრისტიანობა შემდეგ განვითარდა იმის გამო, რომ დაუშვათ რაღაც რეალობები დაინახა სხვა კუთხით და არა იმ კუთხით, რა კუთხითაც მაგალითად საკუთარ რეალობებს საფანტსა და ფურცელს ქაღალდს ჩინელი უყურებდა. იმათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, საფანტი აგებდა და ალბათ გველეშაპების დღესასწაულებს აღნიშნავდნენ ფეიერვერკებით, ხომ? და ევროპაში კიდე სხვანაირად მიუდგნენ ამ საფანტს და სხვანაირად გამოიყენეს. სიახლეს ახალი თვალით შეხედეს, რა ვიცი. რაც შეეხება ქართული კულტურის ხო, ხა კითხვა მქონდა რომ ქართულს დავუბრუნდეთ. ენა ალბათ შეიძლება მაგ პერიოდში კი იყო ენა უფრო მოწინავე ვიდრე მაგალითად მდგომარეობები რომლებიც გააჩნდა ძველ სლავურს, მაგრამ ეს სლაურიც სლაურმა რელიგიურმა სლაურმა ვარკულ დონეზე აიყვანა, ისევე როგორც ქრისტიანობამ ჩვენს განათლების დონესაც ბევრი რაღაცები შესწინა. თუმცა ამბობენ რომ ჩვენ ქურუმებსაც ჰქონდათ, მაგრამ ქურუმების ენა იყო და ქურუმების დამწერლობაც მათი იყო, ხომ? კი, საზოგადოების არ იყო, ასე ვთქვათ. ხო. ალბათ ჰქონდათ. ჩვეულებრივ მომაკვდავ ადამიანებს არ ესმოდათ ქურუმების ენა. ამბობენ კი არა. მარქსის კი არა, ნიკომარის თეორიაშიც ეს იყო, რომ ესე იგი ფაქტურად 4 მარცვალი იყო თავიდან, რომლებზეც ყველა ენა ამოიზარდა, ხომ? და ამავე დროს არის ის, რომ საფეხურები, რომელიც თქვით, ხომ, ეს საფეხურების გაიარა ენამ და მარამდე 4 საფეხური გაიარა ესეთ. ეს ფაქტურად არის ის ონომატოპია, მე ცნებით ენები, ვიზამიმართული, ოღონდ ეს კარლ იუნგსაც აქვს ესე აღწერილი, რომ ცნებითი ენები კონცეპტუალური. ახლა ასეთ კითხვას დაგისვამთ, რომლის გამოც შეიძლება მე ჩამქოლონ, მაგრამ შესაძლებელია ითქვას თუ არა, რომ ქართული ენა არის ყველა ქართველური ენების, ან ეთნოენების, ან რეგიონალური ენების, ხო? მეგრულის, სვანურის, რაღაცა ლაზური ჯერ კიდე ცოცხალია.
იგივე თუ შეიძლება რომ იმ ენას, რომელსაც ახლა აფხაზურს ეძახიან და ვეძახით, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირმა დაარქვა ასე, რომ ეს ენაც რაღაც ამ ქართული ენების ჯგუფის ერთ-ერთი მოკლედ, ერთ-ერთი ნაწილია. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეს ყველა ენები კი არ ქრებიან და უქმდებიან, არამედ ტრანსფორმირდებიან და ერთიანდებიან ქართულში. ეს ქართველურები ამოდიან და იზრდებიან, ვითარდებიან და შემოდიან ქართულში, აი ესე თან ერთიანდებიან და თან ევოლუციის გამო ხდება ეს გაერთიანება და არა იმის გამო, რომ რაღაცა კვდება. ევოლუციის გამო ხდება გაერთიანებას და ევოლუცია არა ევოლუციის გამო, არათანაბარი ევოლუციის გამო ხდება ენების გათიშვაც ერთმანეთისგან, დაშორიშორება ერთმანეთისგან. ეხლა არა მგონია, რომ ისეთი კომუნიკაციის საშუალებები ყოფილიყო, ხო? 5000 წლის წინ ან 7000 წლის წინ, როგორც ამბობენ, როდესაც სვანური გამოეყო საერთო ქართულ ენას. რომ დღევანდელობის მაგვარი კომუნიკაციის საშუალებები, გზები და ასე ყოფილიყო. რეგიონულად იყვნენ ჩაკეტილები და შეიძლება ამან განაპირობა სპეციფიკური განვითარება იმ რეგიონის ენის. მაგრამ მათ საერთო რაღაც მოქმედების და ურთიერთობების გააჩნდათ და ამის შედეგად ვინც მოახერხა არა მხოლოდ სამეურნეო ან მრეწველობითი საქმიანობის ნიადაგზე რაღაცის შექმნა, არამედ მოახერხა ცნობიერების დონეზე ურთიერთობა სხვა ცნობიერებებთან, არა? იქ საერთაშორისო ურთიერთობა, რომელ ენასაც აქვს, ასე ვთქვათ. საერთაშორისო ურთიერთობა, ვისაც არ აქვს ამის პირობები, გარემო საშუალებები, ხო, ის იკეტება ალბათ თავის სფეროში და ენდემური ხდება და ბოლო დღესაც ამოყობენ იმით, რომ ენდემურები არიან, სვანები არ ამოყობენ მაგით ჯერჯერობით. ხო და ვერ არ მისულა იქ რუსული ფული და მივიდეს ერთი რუსული ფული. ეგრევე გაჩნდება ეს ყეყეჩი სიამაყე. ყველა ყეყეჩი სიამაყეს რუსული ფული აფინანსებს, ყველა ყეყეჩი სიამაყის უკან რუსული ინტერესები დგას. აი ამ ენების სხვადასხვა ეპოქის შესაბამისი ენები რო სხვადასხვანაირი იყო, ხომ? მე მგონი დაახლოებით იყო არსული მარი ამაში და იმის 4-ის მერე 4-ზე რო ავიდა, ხო, აი ცნობიერი ენებზე რო ავიდა, კონცეპტუალური მნიშვნელობის მატარებელი ენებზე რო ავიდა. ხომ საზოგადოება იმის მერე მე-19 და მე-20 საუკუნეში ძალიან სწრაფად განვითარდა ცხოვრება და შესაბამისად ენებმაც სწრაფად იცვალა სახე ევროპულმა ენებმაც, ხომ? ესე იგი მე-14-მე-15 საუკუნის ინგლისური გაუგებარია დღევანდელი ინგლისელისთვის. ხომ? ჩვენთვის მე-5 საუკუნის და ბიბლიაში ნაგლიჯები გვაქვს მე-6 საუკუნის დღევანდელი ისიც გასაგებია ჩვენთვის. ოღონდ გასაგებია იმ ქართველისთვის, ვინც კარგად ისწავლა სკოლაში. ვისაც სკოლაში არ უსწავლია, ხომ, ქართული, იმას გრამატიკულად არც თანამედროვე ქართული არ იცოდინება და იმ ტექსტსაც ვერ გაიგებს ვერანაირად. ძველი მე-6 საუკუნის ტექსტებს. ზუსტად ასევეა ინგლისშიც, ხომ, ვინც კოკნი კარგად იცის და კოკნიში ცხოვრობს, არა? ის მიბაზუქი ენის დონეზე რჩება. მაგრამ ვის კემბრიჯი და ოქსფორდი დაამთავრა, იმას მე-4 დონის ენა კი არა, მე-5 და შეიძლება მე-6 დონის ენაც ქონდეს დღეს. და ეს არის აი ქმნადობის ენებია ეს სწორედ დღეს, რომ შეუძლია სამყაროს შეცვლა ენის საშუალებით. ქართული სტრუქტურა თვითონ შესაბამისად ინგლისური ენის სტრუქტურაც ხო მარტივია. შეიძლება ადრე დღეს რომ მოკლე სიტყვა არის, ადრე იმ მოკლე სიტყვას ჰქონდა 1000 წლის წინ
თავისი მნიშვნელობა, ხოლო დღეს ეს მნიშვნელობა არის ტერმინის დონეზეა ამენისთვის დაწესებული, ხომ? და გასაგები არის ამიტომ. შეიძლება მე ინგლისური ვისწავლო, მაგალითად, თანამედროვე სალაპარაკო ინგლისური გავუგო იმ ადამიანს, ვისთან ურთიერთობას მაქვს, მაგალითად, 9 წელი ან 1 წელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სალაპარაკოს თუ გავუგებთ, აი დაწერილ ინგლისურს თუ ვერ წავიკითხავ, ხომ, ისე რომ გავიგო. მაშინ დავრჩები რა იმ ჩემი ენის მეოთხე დონეზე, ან მესამე დონეზე, ან 4.5 დონეზე, რომელიც დღეს რუსულსაც ეგ აქვს, შეიძლება 4 ან შეიძლება 4.5 კონდეს რუსულ ენას, მაშინ როდესაც მე მგონი ქართულს შეიძლება ახლა მეს დამსაჯერ მაგის გულისთვის, მაგრამ მეოთხე დონე კონდეს, ხო? და ის ენები, რომლებიც დარჩნენ ზეპირ სამეთყველო დონეზე არა, ის ენები ალბათ 2.5 დონეზე თუ არიან, აი ამ გრადაციით თუ შევაფასოთ. და არ შეიძლება პრეტენზია გქონდეთ იმაზე, რომ კიდე თუ არა ჩვენი უნდა განავითარო კი ბატონო, მაგრამ კიდე გუშინ ვუყურე ასეთ გადაცემას, სადაც ერთი ადამიანი ყვებოდა, ანუ ევროპული ერები და ქვეყნები როგორ ფორმირდებოდნენ, აი რომ რაღაცა შეიძლება 1 საუკუნის წინაც კი გერმანული ერი არ იყო იმ იდენტობის, როგორიც დღეს არის და არც ზუსტი საზღვრები ჰქონდა და გერმანელი ხალხები მთელ ევროპაზე იყვნენ მიმოფანტულები და რაღაც დროს, ანუ რაღაც მომენტში კონცენტრირდნენ, შემოეხაზათ ზუსტი ტერიტორია და აი ეს ტერიტორია იყო სვაწი გერმანიაო და აი ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა კუთხის ადამიანები ძალიან განსხვავებულ ენებზე ლაპარაკობდნენ და მერე რაღაც მომენტში ხო უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მოდით აი ენის აი ეს სახეობა ავირჩიოთ ერთი, რომელიც იქნება ჩვენი იდენტობის საფუძველი. და მთელ ამ ტერიტორიაზე ეს ენა მოვფინოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ალბათ რაღაც მომენტში ესმოდათ, რომ ყველაზე აი თუ იყო იქ 10-15 სახეობა ენების, რომ ამ 15-დან ერთი რო აირჩიეს, იმიტომ მოხდა ამის არჩევა, რომ ყველაზე უფრო ან ადვილი იყო, ან შეესაბამებოდა თანამედროვეობას, ან იყო უფრო ადვილად განვითარებადი და უფრო მომავალზე ორიენტირებული რაღაცა, აი ასეთი იმით აირჩეოდა სავარაუდოდ ერთი ამ ენებისგან ერთ-ერთი, ან დიალექტი იყო მანამდე და მერე ეს რო გახდა სახელმწიფო ენად, ანუ გახდა სახელმწიფო ენად და მორჩა. და ეს სახელმწიფო ენა მერე უკვე ნელ-ნელა გახდა იდენტიფიკაციის პასპორტის გარდა, ხო, შენ გერმანული პასპორტი გაქვს, მაგრამ გერმანულად თუ ვერ ლაპარაკობ, ის გერმანული პასპორტი არ არის ბოლომდე იმის მაჩვენებელი, რომ შენ გერმანელი ხარ. პასპორტთან ერთად გერმანული ენაც უნდა იცოდე. სახელმწიფო ენა და მე შენ უკვე всё ამ სახელმწიფოსთან ხარ იდენტიფიცირებული ადამიანი. აი ესეც ანუ ენა ქმნის სახელმწიფოს თუ სახელმწიფო ქმნის ენას თუ ეს როგორც ანუ შეიძლება ვერც რომელია პირველი ვერ იმასქნა. იმიტომ რომ იგივენაირად მიბუმულია ეს ერთი მეორეზე როგორც ცნობიერება და ენა, ასევე ამიტომ თუ შენ მაინც და მაინც იმისკენ მიდიხარ რომ ჩემი ენა მთავარი ან რაღაც აი ამ ენის მაინც და მაინც ჩემი სახეობა იყოს, ჩემი კუთხის სახეობა იყოს მთელი სახელმწიფოს ენა. მაშინ ანუ იმაზე ეკაჩები და იმაზე იკაჩები, რომ შენ სახელმწიფოდ გინდა გახდე. აქეთკენ მიდიხარ მერე. თუ შენ გინდა რომ შენენ დიალექტს ან კუთხურ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი კონდეს, მიდიხარ იმისკენ, რომ მომავალში 5 წლის მერე, 10 წლის მერე ამის გარშემო სახელმწიფოც ქმნი. ზუსტად ეს დამართა საბჭოთა კავშირმა აფხაზურს,
როდესაც ჯერ სახელი მოუგონა, რომ ეს ენა თურმე აფხაზურია, მერე როდესაც საქართველო და თბილისი აიძულა, რომ ეს ენა გაეხადა ერთ-ერთ სახელმწიფო ენადან მეორე სახელმწიფო ენადან, საერთოდ რაღაცა სიტყვა სახელმწიფო აფხაზურთან მიება და ეს რომ დალექილიყო მერე ჩვენ ცნობიერებაში, რომ სიტყვა აფხაზურს სახელმწიფო შეიძლება ერქმოდეს და მერე მიიყვანა იქამდე, რომ ახლა დღეს ოკუპირება გააკეთა და ასწავლის, რომ თქვენ სახელმწიფო ხართ და ამას აფუებს, ასე ვთქვათ, გამაფუებლებით და ბერავს და ზრდის ხელოვნურად ამას. ხო, ეს პროცესი ევროპულ ქვეყნებმა, იგივე იტალიამ, იგივე გერმანიამ, იგივე საფრანგეთმა, ესპანეთმა, ესპანეთშიც არსებობს ეს დაპირისპირება კატალონიას და დანარჩენ იმას, რომ ანუ რომლის ენა ჯობია და რაღაცა დღემდე იმას არსებობს ეს რაღაცა ბურლენია внутри. მაგრამ იქამდე რუსეთი არ არის მან ახლოს, რომ რაღაცა ოკუპიროს. ჩვენთან ახლოს არის, ამიტომ გამოუვიდა რაღაცის ოკუპირება და ამას გვახვევს თავს და გვასწავლის აქ, რომ თურმე აფხაზური სახელმწიფო უნდა იყოს და თურმე ის და თურმე ეს და საერთოდ რომ მივუშვათ დაგყოფს 12 რეგიონად და ყველა რეგიონიდან თავის ენების მიხედვით გააკეთებს 12 სახელმწიფოს. აი ამისკენ არ უნდა წახვიდე არასდროს. და როდესაც შენ მე ჩემს ენას ვიცავ, უნდა გესმოდეს შენი მთავარი მიზანი რა არის, შენ რა გინდა, თუ შენ აი ამ საერთო ოჯახის შვილად წარმოგიდგენია შენი თავი და საკუთარ იდენტობას აბამ ქართულ სახელმწიფოსგან და სახელმწიფოსთან, მაშინ ანუ ქართული ენაა სახელმწიფო ენა და არანაირი მეორე, მესამე, მეხუთე და მეექვსე სახელმწიფო ენები არ გვჭირდება. ერთი სახელმწიფოა და ერთი ენა გვაქვს სახელმწიფო ენა. მაგრამ თუ შენ განზრახული გაქვს სადღაც ზიგჯიბეში ჩუმად და ამას პირდაპირ არ ამბობ და ხვალ გვეტყვი და დღეს უბრალოდ იმას ყვირი ხარ, რომ მე ჩემ აფხაზურ ენას ვიცავ, ან მე ჩემ კიდე რაღაცა ენას ვიცავ, ამიტომ სასწრაფოდ შემომიერთდით და ჩვენ ახლა უნდა ვიბრძოლოთ, ანუ ეს ყოველთვის იქითკენ მიგყავს საბოლოო ჯამში, რომ შენ ამ ენის გარშემო მერე როდესღაც მოიფიქრებ, რომ სახელმწიფო უნდა ააშენო. ესე იგი მონიშნა, ხო? ხო. ეს საკუთრებით ხდება, რა თქმა უნდა, საზღვრების მონიშნა. რა გინდა და სად გინდა ეს შევახტი. სად მიდიხარ ამით? აფხაზეთში იყო მოსახლეობა, რომელიც წარმოადგენდა აბსუატომს, ხომ? მაგრამ ამით ისარგებლა დამპყრობელმა, რომელსაც დამპყრობილი ჰქონდა საქართველო და მოიგდომა აფხაზეთის ჩამოშორება იმ ეტაპზე, იმიტომ რომ მეტის ჩამოშორება არ შეეძლო. მაშინ სხვა დრო. ხო, ახლა აქვს საშუალება რომ მეტი ჩამოაშოროს და უფრო მიდის. მაშინ ესე იგი გამოიყენა აბსუატომის წარმოადგენლები, რომლებიც საბჭოური თანამედროვე ცხოვრებით, საბჭოური მოდერნიზმის ეპოქაში ცხოვრობდნენ, ხომ სარგებლობდნენ სხვებზე უკეთესად და სხვებზე უფრო მეტად აი ამ საბჭოური მოდერნიზმის კეთილდღეობებით შეიძლება, მაგრამ ის შემდეგ მათ უწოდეს აფხაზური და მთელი აფხაზეთი მათ გადააბარეს, ხომ? რაც დღეს მოიაზრება აფხაზეთით იმ საზღვრებში. იმ საზღვრებზე დაადგინეს, რომ აუცილებელი იმ საზღვრებისთვის მშობლიური უნდა ყოფილიყო აბსურდი და არავითარ შემთხვევაში ქართული, ხომ? და თურმე სადღაც მოკალი ყური, რომ ქართულად სიმღერა ევანდელ აფხაზეთში არ შეიძლება ქართულად სიმღერა. შეიძლება ახლა ვიღაცა კი მღერის, რა ვიცი.
არა და ისე ძალიან უყვართ, რომ ძალიან აქტიურად არის აფხაზეთში ქართული სიმღერების მოსმენა. ეს ჩემ წიგნშიც აღნიშნული მაქვს ეს მომენტი, როგორ ძალიან უყვართ და მე რამდენჯერაც ჩავედი და ხო ბოლოსაც რო ვიყავი, ისა პატივი მცეს და ეს პატივი იმაში გამოისახებოდა, რომ ანუ მანქანაში ვიჯექით, დიდი ჯიპი იყო. და ასე ჩემ სოფელში გამატარეს იქ რაღაცა ზღვასთან უნდა მივსულიყავი ქვიშის წამოღება მინდოდა აქ მიდევს ახლა ის ქვიშა ვარჯიდან ჩამოვიტანე ქვიშა და ანუ ამ ჩემ მთელ სოფლის ესეთი გრძელი გზა წინ და უკან მომატარეს ისე რომ აი ამ დიდ მანქანაში ბოლომდე ჩამოშვებული იმებით ფანჯრებით ბოლო ხმაზე იყო ჩართული ქართული მუსიკები და აი ასე მატარეს ამ ჩემ ვარჯეში და ეს ძალიან ასეთ დიდი პატივი მცეს რომ აი ამ საშუალება მომეცა იქ რომ მთელ ჩემს ვარჯეს მოვფინე ქართული მუსიკები ძალიან უყვართ ქართული მუსიკა და შეიძლება აკრძალვა ზუსტად იმიტომაც მოუხდათ ამ აკრძალვის დაწესება რომ ძალიან მოდებულია და უკვე ძალიან გაქართულდა იქაურობა რაღაცა თავის დაუნებურად საინტერესოა რა თქმა უნდა ანუ პროდუს მოუხდათ იმის დანახვა რასაც გაურბოდნენ კი და რომ ეს ბუნებრივი პროცესია და შენ რაც არ უნდა ღობეები რაღაცა ისინი დაუყენო აქ ინგურზე რუსები აკეთებს ენა აკეთებს თავისას ენა მუშაობს და ენა ამას აკეთებს აი როგორც ჰაერი რო ნიავი რო შემოვა და სადღაციდან შემოგიბერავს, აი ასე შეუძლია ენას რო სადღაც შეაღწიოს. ესე იგი, აი ეხლა ამან გამახსენა ის რომ ესე იგი აფხაზეთში ანტიქართული მოქმედებები და ქართულის დაბულინგება ის რომ არასოდეს ამ ადამიანებს ქართულთან არაფერი საერთო არ ქონდათ რომ თბილისთან არაფერი ასე შემდეგ ხომ აი ამის დასამტკიცებლად ამბობდნენ იმას რომ საქართველოს და ქართლმა და თბილისმა ქართლური ენით ქართული მაგრამ ეხლა ხაზს უსვამენ რომ ქართლურია ქართული არ არის ქართლური არის ერთ-ერთი დიალექტი თავისი ბუნებით დიალექტია ქართული, მაგრამ თავისი ბუნებით დიალექტი არ არის ქართული ენა. არა. კი. აი ეს არის თავი. და ესე იგი ხო რაღაც რა უნდა მეთქვა იმ აფხაზეთთან და ხო ეს რომ მოარგეს არა მე გამოვიდა რომ არაფერშიც არ ერგება თურმე. ფორმალურია ის რომ ეს არის სახელმწიფო ენა თვითონ აფხაზეთშია ფორმალური ესა ხო აფხაზური არის აფხაზეთში სახელმწიფო ენა და აფხაზები ვერ სწავლობენ და არ სწავლობენ ამ საკუთარ ენას ვითომ საკუთარს და ეხლა ამასინ ესეთი ის მოისმინე რომ თურმე აფხაზეთში ანტიქართული განწყობები იმის გამო აღმოშობილა თუ წარმოიშვა თავისთავად ვითომ აღმოიშვა თავისთავად იმუშავეს ამას ხო რომ თურმე ქართველებს აფხაზური სკოლები აუკრძალავთ აფხაზეთში და აფხაზური სკოლები ჩაუნაცვლებიათ ქართული სკოლებით. აი ამას ესე იგი დღეს რომ ხმამაღლა იმეორებს ვიღაცა აი ამ აიდგილა რა ანტიქართული აბსურდ იდეოლოგიიდან გამომდინარე სიტყვებში ფაქტურად ძალიან დიდ ყურს იმეორებს ხო? კი, ეს ერთი. და მეორე კალკილებურად რო გადააქვთ, ახლა ეს სხვა რეგიონებზე, აფხაზეთის მომდევნო რეგიონი, რომელიც არის ტერიტორიულად, იმ რეგიონზე გადააქვთ, აი ზუსტად სიტყვით, ზუსტად კალკილებურად და აი ზუსტად საერთოდ არაფერი არ შეუცვლიათ. ყველაფერი უბრალოდ სანამ ტყუილზე აგებენ იდეოლოგიას დღეს. ტყუილზე აფხაზური სკოლა ქართულ სკოლას არ ჩაუნაცვლებია აფხაზეთში იმ დროს, რა დროსაც ამას აბრალებენ. არ ჩანაცვლება მოხდა რა, ხომ, რომ ესე იგი ეს მაშინვე გარკვეული იყო, კაცო, რომ იყო აფხაზური სკოლა, ითვლებოდა ის სკოლა, რომელშიც პირველი 4 კლასი აფხაზურ განათლებას აძლევდა. და დანარჩენი საშუალო სკოლა იყო რუსული.
ხომ? და ქართულმა საბჭოთა ქართულმა განათლების სისტემამ ხომ რუსული ენა ჩაანაცვლა ქართული ენით რამდენადაც ცნობილია. ეს არა მარტო ეს მე კიდე ნახეთ ახლა აფხაზურს რო ვსწავლობდი მაშინ ყოველთვის მიუხედავად იმისა რომ მაშინ მე ჯერ კიდე იმ წლებში რუსულად უფრო ვწერდი ვიდრე ქართულად. აი რაღაცის დაწერა რომ მინდა, უფრო უცებ რუსულად ვწერდი ვიდრე ქართულად. ჯერ პირველად რუსულად დავწერდი, მერე ის ჩემი წიგნიც რო დავწერე, მე დავგავ მანდარინს, ჯერ რუსულად დავწერე და მერე მეორეჯერ დავწერე ქართულად თავიდან. აი ესეთი რეფლექსი მქონდა იმის გამო, რომ ანუ სკოლა და უნივერსიტეტი უკრაინაში მაქვს დამთავრებული. და აი ამის მიუხედავად, როდესაც ვსწავლობდი აფხაზურს, ნებისმიერ აფხაზური სიტყვების წერა ჩემს სხეულს, აი პირდაპირ პასტას რო ავიღებდი, სხეულს უნდოდა თავისით უნდოდა ქართული ანბანით დაეწერა. და მე ანუ ვაჩერებდი თავს, ვაჩერებდი ხელს და აი ეს აფხაზური სიტყვა რო რუსული ასოებით უნდა დამეწერა, ამისთვის რაღაცა ზედმეტი ძალა უნდა დამეტანებინა. ამაში ის დავინახე მე რომ აფხაზურს ხო თავიდან არ ქონდა არანაირი ანბანი საერთოდ ხო ხელოვნურად შეუქმნა რუსეთმა ანბანი. შეუქმნა თავიდან ლათინურად არ გამოვიდა არაფერი, მერე მიხვდნენ რომ არაფერი არ გამოდის და მისცეს საშუალება ჩვენს აქ თბილისში მეცნიერებს რომ ქართული ასოებით შეექმნათ მათთვის ანბანი და მერე რომ მიხვდნენ რომ ეს ქართული ასოებით რო შეექმნა ანბანი ასე ვერ გაარუსებენ, მერე გადაიყვანეს რუსულზე. ანუ სამი ეტაპი გაიარა აფხაზურ ანბანმა. და აი ზუსტად აი ეს მომენტი მე რომ დაგისვით ახლა კითხვა რომ რატომ ვერ მოიგონა აფხაზურ ენამ სიტყვა მაცივარი, იმიტომ მოხდა რომ გარუსებისკენ წაიყვანეს. და მაცივარი, ანუ ქართულ ანბანზე რო არსებულიყო, ან საერთოდ ანბანის გარეშე რო შეიძლება მოეფიქრებინა მაცივარი, მაგრამ რუსულ ანბანზე რო არსებობს და გარუსებისკენ რო მიდის, ვერ მოიფიქრა მაცივარი და აიღო ახალაძილნიკ. ამიტომ ასე, ანუ თვითონ ენის მოკვდინება იმითაც დაჩქარდა, რომ რუსულ ანბანზე დასვეს. და რუსული ანბანით აღქმა აფხაზური სიტყვების ძალიან სასწაულად რთულია ცნობიერებისთვის, ვიდრე ქართული ანბანით რო ისწავლო აფხაზური სიტყვები, შეიძლება 1 წელიწადში აითვისო და როდესაც რუსული ანბანით სწავლობ, შეიძლება 10 წელი დაგჭირდეს, ან ვერასდროს ვერ ისწავლო. ისე ართულებს ხო, ისე ართულებს ეს რუსული ანბანი აფხაზური ანუ არედება, არაჰარმონიულია აბსოლუტურად ჟღერადობასთან რუსული ანბანი. ესეც ამანაც გააჩერა უფრო კიდე ენა დამატებით, ვიდრე კიდე სხვა რამე ფაქტორებმა. ანტიქართული განწყობილებების შექმნა აფხაზეთში განაპირობა არა იმან, რომ თურმე ქართული ენით ქართული სკოლით ჩაუნაცვლებიათ აფხაზური სკოლები, არა ბატონო. ანტიქართული განწყობილება აფხაზეთში შექმნა იმან, რომ საშუალო სკოლაში ხომ საშუალო განათლება რუსული იყო და არა ქართული და არც დაუშვებდნენ ქართული ანბანით აფხაზურის ჩაწერას, იმიტომ რომ მაშინ გამოვიდნენ ხო, მე ანუ ვერ გაარუსებდნენ. კი. აფხაზური ცნობიერების რუსულ საფუძველზე ჩამოყალიბება, გინდაც აბსურდულად ილაპარაკო, გინდაც ქართულად და გინდაც რუსულად, ცნობიერება რუსულ აბსურდი ცნობიერება რუსულ ცნობიერებაზე გადაიყვანეს და გადაიყვანეს აი იმ იმპერიურ რუსულ ცნობიერებაზე, რამაც განავა ანტიქართული რაღაც განწყობები აბსურდ მოსახლეობაში და დღემდე გრძელდება და როგორც აი ზოგიერთი მოწმეობს, თურმე გაიღვიძა ინტერესმა ქართულის მიმართ. რა ვიცი, მას შეიძლება რაღაც ქართულზე ის თქვა, რატომ არ არის ქართული დიალექტი და დანარჩენები რატომ არიან დანარჩენი. აი ეხლა რომ ქართულის დიალექტებს ეძახიან, ისინი რატომ არიან დიალექტები. იმიტომ არიან დიალექტები ისინი, რომ მათი მიმართულება არ გადაიზარდა წიგნიერებაში. ანუ მათი მეტყველება გადავიდა მხატვრულ ლიტერატურაში მხოლოდ ისე, როგორც
ნაწილი ქართული სინამდვილისა, საქართველოს სინამდვილის ნაწილი, ესე გადავიდა. და მაგრამ მიუხედავად საკუთრივ თვითონ იმ ენის მდგომარეობა, რომელშიც ეს ენა იყო, მაგალითად ქართული ან კახური, ხომ? ეს მდგომარეობა ენის მდგომარეობა კი არ იყო თავისი დანიშნულებებით, არამედ იყო დიალექტის მდგომარეობა იყო. ქართული ენა რაც შეეხება, ხომ? ქართული ენა მხოლოდ განვითარება იყო იმ ენისა, რომელიც წიგნიერი და ცნობიერი დონეზე არსებობდა. დაუშვათ რახან ჩვენთვის დოკუმენტირებული არის ეს მეხუთე საუკუნიდან, იყოს ბატონო მეხუთე საუკუნიდან, მაგრამ ალბათ მანამდეც. და ის ენა ვითარდებოდა. ის ენა განვითარდა საუკუნეების განმავლობაში და გვაქვს დღევანდელი ქართული ენა გვაქვს. განვითარდა გარემოსთან ურთიერთობაში, შიგნითა დაფიქრებისა და განვითარების შედეგად. ეს ენა ქართული და ზოგადი კაცობრიობის პროგრესის შედეგადაც. იმ წიგნიერი ენის შედეგად, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. ხოლო ის ენა არ იყო მხოლოდ ქართულზე ან კახურზე დამოკიდებული. აი რაც რომლებსაც დიალექტური დონე დღესაც აქვს, ხომ? მაგრამ რა ვიცი ახლა თუ კახელები გახდებიან 50 მილიონი, ქართველები გახდებიან 60 მილიონი, ხო? მაშინ შეუძლიათ ალბათ არაბებივით ბევრი ქვეყანა გქონდეთ. ხომ? მაგრამ ის არაბებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ერთობას ვერ პეულობენ კი არანაირი ყურანის ენა ერთიანი მხოლოდ რამდენადაც ყურანით განათლებულები არიან, იმდენად არიან ისინი არაბები, თორე სხვა მხრივ შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს მათი ენები ერთმანეთისგან. კიდევ ერთი ისტორიის განმავლობაში მაგალითად ენათმეცნიერებაში ამბობენ, რომ არსებობდა ქართველური, საერთო ქართველური ენა და იმ საერთო ქართველური ენიდან ჯერ გამოიყო სვანური, მერე გამოიყო მეგრულ-ლაზური, მერე მეგრულ-ლაზური კიდევ გაიყო ორად და მეგრულ-ლაზური გამოეთინა და დარჩა ის, რაც აი ამ გამოყოფების შემდეგად დარჩა ენად, რომელსაც დღეს ქართული ქვია. რომელსაც დღეს ქვია კახური და ასე შემდეგ. ქართული ენა განვითარებული არის ჩემი აზრით, აი წიგნიერება რომ მქონდა და განათლებულობის შესაბამისი დონე რომ მქონდა, რომელ ნაწილსაც ჰქონდა წიგნიერება, ის ნაწილი გახდა მერე საერთო ენად. ეს წიგნიერება არ იყო მხოლოდ თბილისისა, ხო? ქუთაისის მე მგონი შეიძლება მეტადაც კი იყო მე-19 საუკუნეში, ვიდრე თბილისისა ეს მაგრამ განვითარდა იმ გზით, რა გზითაც მოდიოდა, ხო? ეს იყო ბიბლიის პირველი თარგმანები, ჩვენ რაც ვიცით, მანამდე არ ვიცით, მანამდე რეალურად, კონკრეტულად, ემპირიულად რა სახე ჰქონდა, არ გვაქვს. მხოლოდ მიგნებებით გვაქვს საშუალება მივსვათ იმათ. და ფაქტობრივად დოკუმენტირებული, რაც არის პირველი ბიბლიური თარგმანებიდან მომდინარე, განვითარდა ესენა და მოვიდა დღევანდელ ქართულამდე. რა თქმა უნდა, იმ ენებისა და იმ დიალექტების ჩართულობით, რომლებიც ამ საერთო მოცულობაში იყო. ნამდვილ ქართული ენა პროდუქტი არის ყველა ამ წიგნიერი ქართულის განვითარების პროდუქტი არის ურთიერთქმედებებისა სხვა არსებულ ენებთან ურთიერთობის შედეგად. ეს არის. რაც შეეხება ახლა განსაზღვრას, რომელი არის ენა, რომელი არის დიალექტი. ხო? ზოგიერთი აი უცნაური კონფერენციები მახსოვს და ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ 1 საათი და თითქმის 40 წუთი ბატონო ბადრი. ამიტომ ხო ძალიან დავღლით მსმენელს და ბოლომდე ვერ მოგვისმენს და ამიტომ შეგვიძლია ახლა დავასრულოთ და ანუ რეზიუმე გავაკეთოთ ისეთი, რომ
ენა გამქრალად შეგიძლია ჩათვალო მხოლოდ მაშინ, თუ მთელი ამ ენის მატარებელ ადამიანებს ერთიანად დახოცავ. და თუ ამ ენის მატარებელი ადამიანები არსებობენ და ამ ადამიანებმა ნელ-ნელა რაღაცა ევოლუციის, განვითარების და წინსვლის პროცესში უცებ სხვანაირად ცოტა დაიწყეს, ცოტა სხვანაირად ლაპარაკი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ენა მოკვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ევოლუციონირდება როგორც ის ადამიანი, ასევე მისი ენა და ენა ვითარდება და ახალ-ახალ ეტაპებს იძენს და არა ის რო კვდება. ამიტომ ქართულ ენის ნაწილებს არ ემართებათ მოკვდომა, ისინი ევოლუციონირებენ და ერთ საერთო ენაში მოდიან. მე ასე ვთქვათ, რეზიუმეს გავაკეთებდი ამ ბოლო ყველაში და თავიდან რო დავიწყეთ ახლა რო არ დაიბნეს ჩვენი მსმენელი პოსტმოდერნიზმი როგორ ავხსენით და რატო ვილაპარაკეთ მთელი ნახევარი საათი იმაზე რომ ყველაფერი ერთდროულად ხდება, იმიტომ ვილაპარაკეთ ამაზე რომ ზუსტად იგივე ემართება ენას, ანუ არსებობს ძალიან ძველი სახეობაც და ამ ტერიტორიის კავკასიის ერთ-ერთი ასეთი ძალიან ძველ სახეობაც შეგვიძლია ჩავთვალოთ ის ენა, რომელსაც ახლა აფხაზური ქვია, იმიტომ რომ აი ყველაზე პრიმიტიული ეს არის ჯერჯერობით დღეს ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული და მერე რომ კიდე სხვა ქართული ენები ბოლოს და ქართული ენა, რომელიც ამაზე ყველაფერზე განვითარებით ალბათ იმ დონეებით, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველაზე მაღლა დგას, ამიტომაც არის საერთო, რადგან ევოლუციით დგას უფრო მაღლა. და არა იმიტომ, რომ ვიღაცეები დაჩაგრა და ვიღაცეებს რაღაცეები გააუქმა და რაღაცა დაიპყრო. მაგრამ მე მაინც მინდა აი ნაუკურძო. შეიძლება? ხო. ნებოთ, ესე იგი ერთი კონფერენცია იყო, რომელმაც გამოუგნა თავისი მეცნიერული დამოკიდებულებით, რა არის ენა და რა არ არის ენა. ჭრელი რა ხალხი იყო ძალიან თავისი თურქი მესხეთელებით, თუ მესხეთელი თურქებით, ხო, თავისი იმებით და თურმე ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი ეთნოგრაფიული კონფერენცია იყო, წარმოდგენილი იყო მენონიტები, რომელების გერმანულ ენოვანი პატარა ჯგუფი იყო რუსეთში, რელიგიური ჯგუფი. ხო და ერი ვარ თუ ჩვენო და ჩვენი ენა გვაქვსო და ეს გერმანიკული ენა იყო ალბათ, რომელზეც საუბრობდნენ, შეიძლება გავასრულებულებიც კი იყო, მაგრამ ებნენ, იმიტომ რომ არა ეთნიკური ჯგუფი ხო, არამედ ერი. და რა ვიცი ახლა შეიძლება ყველა გნებავთ, ყველა შეიძლება დაარქვა ერი. ან ენა შეიძლება უწოდო იმ ქართულს, რომელიც ქართულსაც მაგალითად ავლაბარში ლაპარაკობენ დღეს, ან ვიღაცა ლაპარაკობს ვაკეში, მაგალითად იმ ქართულსაც შეიძლება დაარქვა, რომ ეს არის ენა. მაგრამ ხოლო და ახლა ყველა მასე ვილაპარაკოთ, ხო? მხოლოდ იმ დარქმევით, არა? ის ენა ვერ გახდება, ის არის სალაპარაკო რაღაცა, მე მგონი დიალექტი ქვია იმას, რაც არის ვიდრე ენად გახდება თავისი შინაგანი მდგომარეობით, ხო? ის არის დიალექტი. რა დიალექტია რაღაცის, რაც შეეხება სვანურს, ის არის პროტოქართულის დიალექტი, ხო? ანდა უბრალოდ დღევანდელი სვანური არის აი წინარე სვანურის წინარე სვანურის დიალექტია. მეგრული და ლაზური იმის დიალექტებია, რასაც მეცნიერებაში ზანურს ეძახიან. ის ზანური ენაც არ იქნებოდა ერთიანი და მთლიანი მთელი იმ რეგიონისთვის, რომელსაც ზანები მოიცავენ. არამედ შიგნით ამ ზანურს ექნებოდა ისეთივე მრავალფეროვნება, როგორი მრავალფეროვნებაც დღეს აქვს ალბათ ლაზეთში და სამეგრულში. ისეთივე მრავალფეროვნება ექნებოდა, როგორიც აი ქართულად მონათრულ დიალექტებს აქვს. რომელსაც ასევე შეიძლება თავისუფლად ენა უწოდოთ თითოეულ მათგანს. ხო? რატომ არ შეიძლება? თუ მოიდომებენ და თუ რაღაცას დაგვეძალებენ, მაშინ სახელმწიფოებად შეიძლება ვაღიაროთ, როგორც აბსურდი არის ჩვენ დღეს ცნობილი სახელმწიფო ენა. ამ დროს, როდესაც შეიძლება ენის დონისთვის არ ქონდეს მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ რამდენი ალბათ
ერთი 70 წლიანი ლიტერატურული ენის ისტორია აქვს. მაგათ. დიახ. აი რა გიგონებს მე მგონი შეიძლება ამ ეტაპზე ასე გავჩერდეთ. ამაზე დავასრულოთ, იმიტომ რომ ძალიან გაგვიგრძელდა და მე ანუ ნახეთ ძალიან საინტერესო საუბარია ეს და რაც უფრო საინტერესოა საუბარი, მით უფრო მინდა რომ ყველამ ნახოს და იმისთვის რომ ყველამ ნახოს, ანუ ადამიანი მოსმენით არ უნდა დაიღალოს, ამიტომ თითქმის 2 საათი ვლაპარაკობთ ახლა და დავასვენოთ ახლა ჩვენი მსმენელი და კიდე თუ გვექნება იმის შეგრძნება რომ რაღაცა დაგვრჩა სათქმელი, შეგვიძლია ეს კიდე გადავიღოთ მერე შემდეგი ამის გაგრძელება ხო ამის გაგრძელება გადაცემა იმიტომ იყო საჭირო საუბარი რომ ესე იგი ცოტა გასაგები მაინც გამეხადა ჩემი თავისთვის და ყველასთვისაც რატომ შეიძლება ასეთი ხედვა იყოს ენაზე და რატომ შეიძლება რომ სხვადასხვა დონის ენები ერთდროულად არსებობდნენ ერთ პატარა ტერიტორიაზე იმიტომ რომ ზოგადად ხო და იმიტომ რომ ზოგადად ასეთი დრო ახლა რომ ყველაზე განუვითარებელი ყველაზე განვითარებულთან შეიძლება იყოს ინდოეთის სოფელი რო გავიხსენოთ ახლა მაგალითად უცებ შეიძლება რაღაცა 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო იდგას და გარშემო ხალხი ადამიანები ბარაკებში ცხოვრობდნენ და იმ ბარაკებში იყოს მე-5 საუკუნე და ამ სასტუმროში იყოს მე-10 საუკუნე დაახლოებით ესეთი სურათი იქმნება საქართველოს ტერიტორიაზე ენების მხრივ კარგით, დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.